ცოცხალ დიდება და მადლობა დღევანდელი დღისთვის, მისი მადლისთვის და წყალობისთვის, რომელიც უფალმა გამოავლინა ყოველ ჩვენთაგანზე. ცოცხალი არის ჩვენი დიდებული ღმერთი და მარადიული ღმერთი და მოდი ყოველმა ჩვენთაგანმა დღეს მისი წმინდა სახის წინაშე განვამზადოთ ჩვენი გულები, ჩვენი გონება, რომ მოვისმინოთ მისი დიდებული სიტყვა და ეს კვირა დღე იყოს კიდევ მასთან დაახლოების დღე. განდიდდეს უფლის მარადიული სახელი. დიდებული არის ჩვენი ღმერთი და მოდი სანამ გვაქვს ეს დიდებული დრო მოცემული, სანამ გვაქვს მოცემული ეს კურთხეული დღეები, რომ ჩვენ შევიკრიბოთ და განვაიდოთ ჩვენი უფალი, გამოვიყენოთ ეს და ავაშენოთ ყოველმა ჩვენთაგანმა ჩვენი სულები. ღმერთს დიდება და მადლობა. მოდი ნუ იქნება დღევანდელი დღე, როგორც მორიგი მოსვლა შენი, როგორც ჩვეულება უბრალოდ. იმიტომ რომ ადამიანებს ხანდახან ყველაფერი წესში და ჩვეულებაში გვეზრდება, რასაც ყოველდღიურად ვაკეთებთ. ამისი საშიშროება ყველა სფეროში არის. თუ ყოველკვირეულად კრებაზე მოსვლა წესად გაქვს, ეს კარგი ტრადიცია არის. ეს არ უნდა მოიშალო არასდროს, მაგრამ მოდი ყოველი კვირა იყოს ჩვენი გულები ისე განწყობილი და ისეთნაირად მოვიდეთ, თითქოს არაფრის მცოდნეები არა ვართ. რომ დღეს უნდა მოვისმინოთ ჩვენ ღმერთის სიტყვა. ნუ იჯდები აქ როგორც ყველაფრის მცოდნე ადამიანი, რომელმაც უკვე ბევრი რამე იცი. ეს შეიძლება იყოს მწყემსი, მქადაგებელი, რიგითი მსმენელი, დიდი ხნის მორწმუნე, არ აქვს ამას მნიშვნელობა. როცა მოდიხარ ღმერთის ტაძარში და ისმენ ღმერთის სიტყვას, მნიშვნელობა არ აქვს ვინ ლაპარაკობს. იჯექი ისე როგორც არაფრის მცოდნე და მწყურვალი გულით, რომ უფალმა რაღაც გითხრა შენ. ცოცხალ ღმერთს დიდება და მადლობა. ოდესღაც ზურფასებო, ბალაამის გული სულ არ იყო განწყობილი, მაგრამ უფალი სახედრის პირიდან დაელაპარაკა. და აქ ხომ ღმერთის ხალხი ლაპარაკობს ზურფასებო, როდესაც გამოდიან ძმები თუნდაც, როცა შესავალი იყო, ლოცვა ჰქონდა აქ. იცით რა, თუ მწყურვალი გულით მოდის ადამიანი, ცარიელი ისაკედან არ წავა. მნიშვნელობა არ აქვს რამდენი იცი შენ, მაგრამ თუ მწყურვალი გული არა გაქვს და უბრალოდ მოხვედი აქ, როგორც ექსპერტი. მახსოვს ერთხელ სარდაფში ვიკრებებოდით, ერთ-ერთი პიროვნება იყო და ყოველთვის მოდიოდა იმ განწყობით, რომ უნდა ელაპარაკა მას. და იცით რა, მაინც და მაინც ახლა სიტყვა არ ეძლეოდა მას ხშირად და როდესაც იჯდა ხოლმე, ყოველთვის მაკონტროლებელი იყო ხოლმე მოლაპარაკისა. ხანდახან ისე კაფიოდაც გამოთქვავდა, სწორია, არ არის სწორე, სწორია, არ არის სწორე. და იცით რა არის ჩემო ზურფასებო, მოდი ჩვენი გულები იყოს განწყობილი იმისთვის, რომ მოვისმინოთ ღმერთის სიტყვა. რომ უფალი დაგველაპარაკოს. თუ თქვენ ილოცებთ კარგად, უფალი მოლაპარაკესაც შეეწევა სცენაზე, ჩემო ზურფასებო და დებო. თუ თქვენ მწყურვალი გულით მოხვედით და გინდათ, რომ ღმერთის სიტყვა მოისმინოთ, ღმერთის სიტყვას მოისმენთ ამ ადგილზე, თავარია ჩვენი გულები ზურფასებო, რომ განდიდდეს ღმერთის მარადიული სახელი. ამინ. დღეს ჩვენ ასევე ზიარებას უნდა მივიღოთ. ზიარებას ჩვენ გვახსენებს ჩვენს წარსულს, როგორ მოვედით უფალთან და ღმერთმა რა გააკეთა საერთოდ კაცობრიობისა და ჩვენს ცხოვრებაში. ზიარება ასევე გვახსენებს იესო ქრისტეს ტანჯვას და წამებას. ზიარება ასევე გველაპარაკება ჩვენს დღევანდელობაზე და ზიარება ასევე გველაპარაკება ჩვენს მომავალზე. რომ იესო უნდა დაბრუნდეს ქვეყნიერებაზე ერთ ჩვენიერ დღესაც და როდესაც ყოველი ჩვენთაგანი წარუდგებით მის წინაშე. უფალ ღმერთს დიდება ამისთვის, რომ ჩვენი იმედი არ არის მარტო დღეს ამ ქვეყანაზე, ჩვენი იმედი არ არის მარტო ის, რომ დღეს მოვდივართ აი აქ ერთმანეთს უყურებთ და კრებულებში ვღებულობთ მონაწილეობას, მაგრამ ღმერთს დიდება, რომ ჩვენი ბედი უფრო დიდი არის, უფრო შორს მიდის ჩვენი ბედის გამოხატულება, ეს არის მუდმივობა, ღმერთს დიდება. საიდანაც იესოს ველოდებით ჩვენ, ეს იესო, რომელი იესოც იყო წარსულში, რომელიც არის დღეს, რომელიც იქნება მომავალში. მას არ აქვს დასაწყისი და არ აქვს დასასრული. ის ღმერთია მარადიული და ის მოქმედებს დღეს თავისი ეკლესიის ცხოვრებაში. გაძლევთ ეს რაიმეს იმედს ზურფასებო? შთაგაგონებთ ეს? მოდი მაშინ თქვა დიდება ღმერთს. რომ ის არის ჩვენი იმედი და ის არის ჩვენი ნუგეში. დღეს მინდა ვილაპარაკო ზურფასებო ეკლესიაზე, როგორც ქრისტეს პატარძალზე. ორი კვირის წინ ვილაპარაკე ეკლესია, როგორც ღმერთის ოჯახი. ეკლესიას სხვადასხვა მსგავსებები აქვს წმინდა წერილის მიხედვით. ეკლესიურ სწავლებაში, როგორც უკვე გითხარით, არის ეკლესია როგორც მეფურის სამღვდელოება, ეკლესია როგორც ღმერთის ტაძარი,
შევილაპარაკეთ ღმერთის ოჯახზე წინა ორი კვირის წინ. მაგრამ მინდა დღეს ვილაპარაკო ქრისტეს ეკლესიის ერთ-ერთ მსგავსებაზე, რომელიც არის ეკლესია, როგორც ქრისტეს პატარძალი. ბიბლია ეკლესიას უწოდებს ქრისტეს პატარძალს. ეს არ არის ზურფასებო ადამიანების მიერ მოგონილი ტერმინი და მსგავსება. თვითონ ბიბლია უწოდებს ეკლესიას პატარძალს და ეს გველაპარაკება ჩვენ ეს მსგავსება ქრისტესა და მისი ეკლესიის შორის ღრმა სიყვარულსა და წმინდა კავშირზე. ღმერთს დიდება ამისთვის. ეს აიღო ზურფასებო წმინდა წერილში გაიმეორა მოციქულმა პავლემაც, მაგრამ ხედავთ რომ ახალ აღთქმაში პირველად ეს იოანე ნათლისმცემელმა გააჟღერა და წერია იოანეს 3:29-ში ასეთი სიტყვები: ვისაც პატარძალი ჰყავს, ნეფეც ისაა, ხოლო ნეფის მეგობარი, რომელიც დგას და უსმენს მას, სიხარულით ხარობს ნეფის ხმაზე. ჩემი ეს სიხარული უკვე აღსრულდა. რას ნიშნავს იოანეს სიტყვები, ჩამოძრფასებო? იოანემ გამოიყენა ნათელი სურათი იუდეველთა ცხოვრებიდან და იმ ხალხისთვის გასაგები იყო და ჩვენს მოდი ცოტა უფრო დაწვრილებით ჩავხედოთ, რისი თქმა უნდა და იოანეს ზრფასებო. იოანე მახარებელმა გამოიყენა იუდეური საქორწინო ტრადიცია, სადაც სიძის მეგობარს დიდი როლი ჰქონდა დაკისრებული. სიძის მეგობარი იყო შუამდგომელი პატარძალსა და სიძეს შორის. სიძის მეგობარი მართავდა ქორწილის ცერემონიას, ყველაფერს თვალყურს ადევნებდა. პატარძალს იცავდა და როდესაც სიძე გამოჩნდებოდა, მხოლოდ იმ სიძისთვის იყო ის კარი ღია, სადაც პატარძალი იმყოფებოდა და როდესაც მთავრდებოდა საქორწინო ცერემონიალი, როდესაც მიაცილებდა სიძეს მეგობარი საპატარძლოს ოთახში, ის ბრუნდებოდა გახარებული. მას არ შურდა სიძისა, პატარძლისა, ის მათი მეგობარი იყო, მათი სიხარული უხაროდა და როდესაც ხდებოდა მათი შეერთება, ის უკან უკვე ბრუნდებოდა ვალმოხტილი, მან თავისი როლი შეასრულა უკვე, რაც მას ეხებოდა და გახარებული ბრუნდებოდა ბედნიერი უკან. იოანე ზურფასებო აი ამ მუხში საკუთარ თავს ადარებს მეგობარს და ამბობს, რომ ნეფე ის არის, ვისაც პატარძალი ყავს. ხოლო ნეფის მეგობარი, რომელიც დგას და უსმენს მას, სიხარულით ხარობს ნეფის ხმაზეო. და მან თქვა, ჩემი ეს სიხარული უკვე აღსრულდა. ამენ. ანუ იოანემ ამით რა გამოხატა? ამ სიტყვებით მან იუდეველებს უთხრა, რაც მათთვის ისედაც ტრადიციულად ცნობილი იყო, რომ ნეფე ის არის, ვისაც პატარძალი ყავს. ხოლო ნეფის მეგობარი, რომელიც დგას და უსმენს მას, მისი სიხარულით ხარობსო ნეფის ხმაზე. და ეს გასაგები იყო ებრაელებისთვის, რომ ნეფის მეგობარს განსაკუთრებული როლი ეკისრა, ის ახლო მეგობარი იყო, ის ხარობდა ნეფის თავისი მეგობრის სიხარულით, ის ხარობდა მისი ბედნიერებით და როდესაც აღასრულებდა თავის როლს, ის ვალმოხტილი და ბედნიერი ბრუნდებოდა უკან და იოანემ გამოთქვა ამ სიტყვებით, რომ მე ნეფე არა ვარ, მე მეგობარი ვარ და ჩემი სიხარული უკვე აღსრულდა. ღმერთს დიდება და მადლობა. ამას ამბობდა ზურფასებო იოანე და საკუთარ თავს მეგობრად სახავდა, ხოლო იესო ქრისტე ნეფე და მისი როლი იყო იოანეს როლი, რომელიც მოვიდა იესო ქრისტემდე, რომ გზა გაემზადებინა უფლისთვის. ადამიანებს უქადაგებდა და ეუბნებოდა, მოინანიეთ რამე თუ მოახლოვდა ღმერთის სამეფო. როდესაც ადამიანები ინანიებდნენ და ინათლებოდნენ, იოანე ლაპარაკობდა და ეუბნებოდა მათ, მე არა ვარ ის, ვისაც ელოდებით, მაგრამ ჩემ შემდეგ მოდის მომავალი, რომლის თასმის გახსნის ღირსიც არა ვარ. ის არის ნეფე. ის ლაპარაკობდა იესო ქრისტეზე და ადამიანებს ამზადებდა, ანუ ეკლესიას ამზადებდა იესო ქრისტესთან შესახვედრად. და როდესაც მან იხილა უკვე ნეფე, რომელიც მოვიდა, მან თქვა ეს სიტყვები, რომ ჩემი სიხარული აღსრულებულია, იმიტომ რომ მან შეასრულა თავისი როლი ამ ქვეყანაზე. ღმერთს დიდება და მადლობა. ანუ ჩვენ ხედავთ, რომ იესო ქრისტე იოანეს სიტყვის თანახმად ნეფე არის, ხოლო ეკლესია ეს არის პატარძალი. თვითონ იესო ქრისტეც შემოძრფასებო ლაპარაკობდა ამის შესახებ
და ხანდახან თავის შესახებ იყენებდა ხოლმე სასიზოს მსგავსებას. ერთ-ერთი მაგალითია მარკოზის მეორე თავის 18 მუხლებში, როდესაც ქრისტეს მოწაფეები, იოანეს მოწაფეები და ფარისევლები აი ამ პერიოდში ხედავთ, რომ მივიდნენ იესოსთან და კითხეს, რომ რატომ არისო, რომ იოანესა და ფარისევლების მოწაფეები მარხულობენ, შენი მოწაფეები კი არ მარხულობენო. როდესაც ნახეს, რომ ისინი თავთავებს ჭამდნენ მოწაფეები. იესომ უთხრა მათ, განა შეუძლიათ მარხვა მეკორწილეებს, ვიდრე ნეფე მათთან არის? ვიდრე ნეფე გვერდით ყავთ, არ შეუძლიათ მარხვა. მაგრამ მოვა დღე, როცა წაერთმევათ ნეფე და იმარხულებენ იმ დღეს. აქ იესო ქრისტემ თავისი თავი ნეფედ წარმოადგინა. ასევე როდესაც ვკითხულობთ იგავს 10 ქალწულზე, აქაც ეს სურათი არის დახატული, რომ ეკლესია მომლოდინე დღეს ელოდება თავის ნეფეს, საქორწინო ცერემონიალს. აქედან გამომდინარე, შემოძურფასებო, ჩვენ ცხადად ვხედავთ, რომ აი ეს მეტაფორა არის გამოხატული ეს მსგავსება სახარებაში. და ასევე მოციქული პავლე, როდესაც ეფესელთა მეხუთე თავში ლაპარაკობს სოლფლურ ურთიერთობაზე, ის ამბობს, ეს დიდი საიდუმლოა, მე ქრისტესა და ეკლესიაზე ვლაპარაკობ. ამინ. ამიტომ ჩვენ აი აქედან გამომდინარე რამოდენიმე დასკვნა უნდა გავაკეთოთ და რამოდენიმე მოვინიშნოთ ჩვენს გულში, ჩვენს გონებაში და ჩვენს ცხოვრებაში, როგორც საპატარძლომ. ამინ. მოდი წარმოვიდგინოთ, შემოძვრფასებო. რა თქმა უნდა, მამაკაცები საპატარძლოს როლში ვერ წარმოვიდგენთ თავს, ალბათ ვინც გათხოვილი არის და ვინც ემზადება, ისინი ამ როლს უკეთესად გაითავისებენ. მამაკაცები ალბათ უფრო მეტად იმ როლს ვითავისებთ, როცა ვიღაც გიყვარს და უნდა შემოიყვანოს შენს ოჯახში, მაგრამ მოდი დღეს მამაკაცებმა და ქალებმაც გავითავისოთ ეს ორი რამ, ქრისტეს განწყობა ეკლესიის მიმართ და ეკლესიის როლი, ეკლესიის განწყობა მოვლენისადმი. ეკლესია ჩვენ, მამაკაცები თუ ქალები, ჩვენ სულიერად წარმოადგენთ საპატარძლოს, რომელიც არის სასიძოს მოლოდინში. და ამ მსგავსებაში ჩვენ რამოდენიმე რამ უნდა ვისწავლოთ და გამოვიტანოთ ჩვენთვის დასკვნები, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის ყოველი ჩვენთაგანისთვის. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის ეკლესიისთვის და ეს უნდა გავითავისოთ ყოველმა ჩვენთაგანმა. პირველი რაც მინდა გითხრათ, ეკლესიამ უნდა იცოდეს ქრისტეს სიყვარული ეკლესიისადმი. პირველი რაც აი ამ მსგავსებაში, რომელიც ძალიან ლამაზი და მიმზიდველი მსგავსება არის ეკლესიისა, უნდა ვისწავლოთ ის, რომ ქრისტემ შეიყვარა ეკლესია. როგორც ოჯახის შექმნა და ქორწილის შეუძლებელია და არა აქვს ის ფასი, თუ სიზეს არ უყვარს თავისი საცოლე. თუ ქორწინდება ანგარები, თუ ხდება რაღაცა ისეთი, რომ საერთოდ არ აინტერესებს ის ქალი, უბრალოდ რაღაცის გამო ქორწინდება, მე ასეთ ქორწინებაზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ მე ვლაპარაკობ ქორწინების ნამდვილ შინაარსზე. ეს ისეთი ლამაზი რამ არის, ზურფასებო, როდესაც სიყვარულით ორი ადამიანი უერთდება ერთმანეს და შეუძლებელია, რომ სიყვარულისა და განწყობის გარეშე ადამიანი ქორწინდებოდეს და ვხედავთ აქ ქრისტეს სიყვარული ეკლესიისადმი. ჩვენ უნდა გავითავისოთ ეკლესიამ და უნდა ვიცოდეთ ქრისტეს როგორ უყვარს ეკლესია. ამაზე რა თქმა უნდა ბევრი რამ შეიძლება ვილაპარაკოთ, მაგრამ აი აქ მთავარი ღერძი ქრისტეს სიყვარულის არის ის, ზურფასებო, რომ ქრისტემ თავი გასწერა თავის საპატარძლოსთვის. ამაზე ხაზგასმით არის, ზურფასებო, ლაპარაკი ეფესელთა 5:25-ში წერია, ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწერა მისთვის. ამინ. ჩვენ უნდა გვესმოდეს ეკლესიას, ისე შეგვიყვარა ქრისტე. მოდი წარმოიდგინეთ ცხოვრებაში, რომ რომელიმე ადამიანი თავისი საცოლისთვის წირავს თავს, სიცოცხლე დათმო ისე უყვარდა მას. ეს ალბათ ასეთი შემთხვევა რომ მოვისმინოთ, არა ყველა გულს შეძრავს ასეთი სიყვარული, ასეთი ქმედება, მაგრამ ეს ხომ იესომ გააკეთა უკვე ოდესღაც ყოველი ჩვენთაგანისთვის. ამინ. ამიტომ შეგიძლია შეახსენო შენ გვერდით მდგომ ადამიანს და უთხრა, ქრისტე მოკვდა ჩვენი გულისთვის. უთხარით ერთმანეთს, მოდი ვაღიაროთ, თქვა ზურფასებო ეს და სულიერ სამყაროში გაისმას ეს კბა, რომ ეკლესია დღეს ამბობს, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენი გულისთვის. ეშმაკს ხომ ამის ეშინია.
ხოლო ეკლესია ჩვენ ამით ვცხოვრობთ, რომ ქრისტემ შეგვიყვარა და ისე შეგვიყვარა, რომ მან თავი გასცირა ჩვენი გულისთვის. მას დიდება უკუნისამდე, ამენ. მოდი მიუძღვნათ ღმერთს გებადიდების ხორეფლი. ის დიდებული ღმერთი არის. მან ისე შეგვიყვარა, რომ ჩვენი გულისთვის სიცოცხლე დაასდო. ჩვენ დღეს ზიარება უნდა მივიღოთ და ზიარების მნიშვნელობა ეს არის, იესო ქრისტემ თქვა, გაიხსენეთ. ჩვენ ვიხსენებთ იესო ქრისტეს, წმინდა დაღვრილ სისხლს ძვირფასებო. ის არ მოსულა ქვეყნიერებაზე მეფობისთვის. ის არ მოსულა ქვეყნიერებაზე, რომ მიეღო ქვეყნიერების მეფობა. ამას ეშმაკის თავაზობდა ჯვრის გარეშე. მაგრამ იესო ქრისტე მოვიდა ქვეყნიერებაზე, არა მეფობისთვის, მაგრამ მისი უპირველესი მოვალეობა იყო ძეკაცისა, მოვიდა იმისთვის, რომ მოემსახუროს. ძეკაცისა მოვიდა იმისთვის, რომ შეეძინა თავისთვის ეკლესია, საპატარძლო და შეეყვარებინა თავისი თავი, არა თავისი სიმდიდრით, არა თავისი დიდებულებით, მაგრამ შეეყვარებინა თავისი წმინდა გაღებული მსხვერპლით და ეკლესიისთვის დაემტკიცებინა ეს, მე ისე მიყვარხართ, რომ თქვენთვის მე ჩემი სისხლი დავღვარე, ჩემი თავი დავდე, რომ გამომესყიდე ცოდვის მონობისგან და ცოდვის ძალაუფლებისგან. აი ასე შეგვიყვარა ქრისტემ. თუ ეკლესია ამ სიყვარულს ვერ გაითავისებს, ის ეკლესია ვერ იქნება. თუ ეკლესია ამ სიყვარულს ვერ გაითავისებს, როგორ შეიყვარა იესომ ეკლესია, მაშინ ეკლესიის ცხოვრებაში ბევრი პრობლემა იქნება. თუ ადამიანი ვერ გაითავისებს, როგორც ეკლესიის ერთი ნაწილი, ქრისტემ როგორ შეიყვარა, მაშინ ყოველ ადამიანს, ვისაც გათავისებული არ ექნება ეს, ექნება პრობლემები ცხოვრებაში. მე არ გულისხმობ ყოფით პრობლემებს და სულიერ პრობლემებს გულისხმობ პირველეს ყოვლისა. ყოველთვის იქნება ბზარი მასსა და სასიზოს შორის, თუ ის დარწმუნებული არ არის მის სიყვარულში. ოჯახი სადაც დარწმუნება არ არის სიყვარულში, სადაც სულს არ ჯერა რომ ქმარს უყვარს ის, მაშინ ძვირფასებო იქ პრობლემა არის. სადაც ბზარია გაჩენილი, იქ პრობლემა არის. მე მინდა დღეს ყოველმა ჩვენთაგანმა ჩვენი გულები გადავამოწმოთ, ვართ თუ არა დარწმუნებული იმაში, რომ იესომ შეგვიყვარა ჩვენ. თეორიულად არა. რაც გვესმის ხოლმე, შენს გულში ჩაიხედე, მიარცხელი საწევით მინდა დამიდასტურო, მაგრამ გიყვარს იესო? გჯერა უპირველეს ყოვლისა, რომ იესომ შეგიყვარა შენ. გჯერა მისი უპირობო სიყვარულის. გჯერა რომ ის ოდესღაც ჯვარზე რომ გაეკრა, რომელიც ყოველკვირეულად გესმის, შენი და ჩემი გულისთვის იყო. გჯერა რომ ისი სიყვარულით იყო გამშვალული, რომ ჩვენ დღეს ეშმაკის მონობაში არ ყოფილიყავით. კითხვები ბევრია. გჯერა ამისი? და თუ შენს გულში აღმოაჩე, რომ სათანადო რწმენა ამ სიყვარულისადმი არ არის, სთხოვე ღმერთს და სულიწმინდა მიმოქმედოს ყოველი ჩვენთაგანის გულში, იმიტომ ხომ წერია, რომ ღმერთმა თავისი სიყვარულის სულიწმინდით გადმოღვარა ჩვენს გულებში. სულიწმინდა, რომელიც ღრის ადამიანების გულებში ღმერთის სიყვარულს და ღმერთის სულმა გახსნას დღეს ყოველი მსმენელის გული, ყოველი ჩვენთაგანის გული, რომ ჩვენ ვირწმუნოთ, რომ იესოს უყვარვართ ჩვენ. ამენ. ცოცხალ ღმერთს დიდება ამისთვის. ის დიდებული ღმერთი არის. მან შეგვიყვარა და თავი გასცირა. მაგრამ იესო ქრისტე ამაზე არ ჩერდება. იესო ქრისტე დღეს თავისი სიყვარულით აგრძელებს ეკლესიაში შრომასაქმიანობას და შემდეგი მუხლები გველაპარაკება ჩვენ. რათა წმინდა ეყო იგი და განეწმინდა წყალში განბანით თავის სიტყვის მეშვეობით. ქრისტე წმენს და ამზადებს ეკლესიას როგორც საპატარძლოს. ამენ. მოდი ერთად ვთქვათ, ქრისტე წმენს და ამზადებს ეკლესიას როგორც საპატარძლოს. ამინ. ცოცხალ ღმერთს დიდება. ამას გველაპარაკება წმინდა წერილი, სიტყვით წმენს ეკლესიას იესო. თქვენ გესმით სიტყვა, თქვენ კითხულობთ სიტყვას. და ისიც რა არის, მოდი ამ სიტყვას, რომელიც გვესმის და რომელსაც ვკითხულობთ, სათანადო პატივი მივაგოთ, იმიტომ რომ იესომ თქვა, მე სიტყვით გწმენთ, მე რომ სიტყვა გიქადაგეთ, ის გწმენთ თქვენ. ღმერთის სიტყვაში არის ძალა. ღმერთის სიტყვაში არის გამწმენდი ძალა, რომელიც წმენს ყოველი ჩვენთაგანის გულს, ყოველი ჩვენთაგანის გონებას. ჩვენს არსებას, თუ ღმერთის სიტყვასთან კავშირი გაქვს, თუ ღმერთის სიტყვას ყურადღებით ისმენ, თუ ღმერთის სიტყვას თესავ შენს გულში როგორც მთესველი კეთილ ნიადაგზე, თუ შენს სიტყვას ყოველდღიურად ცდილობ მოისმინო, დათესო შენს გულში, შენს გონებაში, ისეთ რა ნაყოფები მოდის?
იცვლება შენი გონება, შენი შეხედულებები, იცვლება შენი დამოკიდებულებები, იცვლება შენი ხასიათი, შენი ბუნება იცვლება. ხანდახან ხო ვიზარდ ხოლმე, აი ესეთი ხასიათი მაქვს რა. ამიტანეთ ესეთი ხასიათი მაქვს, ღმერთი ცვლის ხასიათებს შემოძვირფასება, ცოცხალ ღმერთს დიდება, ღმერთი ცვლის აზროვნებას, ღმერთი ცვლის ხასიათს, ღმერთი ცვლის ქცევებს, ჩვევებს, აბსოლუტურად ყველაფერს ჩვენს ცხოვრებაში, თუ ჩვენ მოусმენთ მის სიტყვას, თუ ჩვენ მივენდობით მის სიტყვას. მაგრამ მოდი ნუ გამოგვივა ცნობილი ქართული ანდაზავსავით, მგლის თავზე სახარებას კითხულობენ და გამიშვი დროზე აგებ ცხოვრები გარბიანო. ჩამოძვრფასებო ხშირად შეიძლება მორწმუნეებს ასეთი რამ მოვიდეთ, ნუ რას დროს ნუ იფიქრებოდეთ, სადაც ზიხარ ეკლესიაში და გესმის ღმერთის სიტყვა. აი ეს იმას ეხება. აი ეს ვასოს ეხება, ეს ნინოს ეხება, ეს გიორგის ეხება. არა, ყველა სიტყვა ჩვენ გვეხება. თის სხვაგან ნუ გაიშვერ. თითი შენსკენ გამოიშვირე ყოველთვის, თუ გინდა რომ სიტყვამ შენს ცხოვრებაში იმოქმედოს, ეს სიტყვა გეხება შენ. ყოველი სიტყვა გეხება შენ. ნუ იქნები შენს თვალში დარწმუნებული რომ ყველაზე წმინდა ხარ. ნუ იქნები შენს თვალში დარწმუნებული რომ ყველაზე მართალი ხარ. ნუ იქნები შენ თავში დარწმუნებული რომ შენ გვერდზე მჯდომი, შენზე რაღაცით ნაკლები არის და შენ რაღაცით მეტი ხარ მასე. ყველა სიტყვა შენ გეხება, ყველა სიტყვა მე მეხება. რასაც ვისმე, როდესაც მქადაგებლად არა ვარ კვირას და ვზივარ ამ სკამზე, რაც ამ კათედრიდან მესმის ყველაფერი ჩემთვის არის. ყველაფერი ჩემია, ყველაფერი ჩემთვის არის ნათქვამი, ყველაფერი ჩემი გონების გასანახლებლად, ყველაფერი ჩემი გულის გასაწმენდად, ყველაფერი ჩემი ქცევების შესასრულებლად. არა სხვისი, არამედ ჩემი. ამინ. მე მახსენდება ამ თემაზე, როდესაც ჩვენი ეკლესიის პირველი მწყემსი, რომელსაც სამწუხაროდ ბევრი ვერ მოესწრო, როდესაც ის ლაპარაკობდა ხოლმე ამ თემაზე, ერთი რაღაც ქონდა, რომელიც კარგად დავამახსოვრდა, დაიმახსოვრეო, ასე იქნა ხელი, თითი სხვისკენ გაშვერილი, სამი თითი ამ დროს შენსკენ არისო გამოშვერილი, როცა ერთ სხვისკენ იშვერ, როდესაც ჩვენ ვიღაცას ვჯით, ვიღაცას ვასამართლებთ, ამ დროს არ დაგვავიწყდეს რომ ის სიტყვა ჩვენსკენაც არის მომართული და შეიძლება უფრო მეტად ჩვენსკენ არის იმ წუთში მომართული ვიდრე სხვისკენ. თუ გინდა რომ სიტყვამ თავისი გამწმენდი მოვალეობა შეასრულოს შენში და მისი გამწმენდი ძალა გამოვლინდეს შენს ცხოვრებაში, მიიღე ის როგორც შენთვის გამოგზავნილი სიტყვა ღმერთისაგან. სუსტი ამინი არის. ეს ის დრო არის, როცა სიხარულით უნდა ეთანხმებოდეთ, რომ ღმერთი გელაპარაკებათ, რომ ღმერთი გველაპარაკება. ეს ის დრო არის, როცა სიხარულით ხმამაღალი ამენი უნდა თქვა, რომ ღმერთი გეუბნება რაღაცას. დიდებული არის ჩვენი უფალი. ჰალელუია. შემდეგი ძვირფასება. ქრისტემ როგორც დაღვარა თავი, გასწირა თავი, როგორც გვწმენს დღეს სიტყვით და ზრუნავს იესო ქრისტე, პირველ რიგში მას უნდა რომ გაგწმენდოს. განწმენდილები ვიყოთ, კიდევ ერთხელ მოუბრუნდები ამ საკეთს, განწმენდილი იყოს ჩვენი გონება, ჩვენი მოტივები, ჩვენი ქცევები, ჩვენი საქციელი, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, იცით ღმერთს აინტერესებს. ჰალელუია. მოდი რამდენ თქვენთაგანს გინდათ რომ თქვენი მეორე ნახევარი შეყვარებული თუ მომავალი მამაკაცია თუ ქალი არის, არა აქვს ეხლა წუთში მნიშვნელობა, რადგან თქვენთაგანს გინდათ რომ იყოს დახვეწილი, კარგი მანერების, კარგი ქცევის, კარგი სიტყვა პასუხის, კარგი ადამიანი ყველაფრად. არავის არ გინდათ? ყველას გვინდა ასეთი ადამიანი გვერდში. შემოძვირფასებო, ქრისტე თავის საპატარძლოს ამზადებს. ჩვენ ახლა რა გვიწევს ხოლმე ცხოვრებაში? ჩვენ ვერ ვზრდით, შენ ვერ ზრდი შენ საქმროს, იმიტომ რომ არ იცი ვინ არის. შენ ვერ ზრდი შენ საცოლეს, იმიტომ რომ არ იცი ვინ არის. დაიბადეთ სხვადასხვა ოჯახებში, მერე გავიდა წლები, შეხვდით ერთმანეთს, შეგიყვარდათ ერთმანეთი, დაქორწინდით და ქორწინების შემდეგ აღმოაჩინეთ, რომ თურმე არც ერთი არის პრინცი და არც მეორე ყოფილა პრინცესა. არის პრობლემები. მერე რა გვიწევს ხოლმე? მერე გვიწევს ხოლმე აი ამ დროს სიტყვის გამოყენება კაცი რკინას ლესავს და კაცი კაცის სახეს ლესავს. აი ამ ლესვის პერიოდში ნაპერწკლებით ცვივა ხოლმე, რაღაცები ხდება ცხოვრებაში, მაგრამ როცა ადამიანები არჩევანს აკეთებენ და გიყვარს ის ადამიანი, აი მერე გვიწევს ერთმანეთის გაზრდა, მერე გვიწევს ერთმანეთის ჩვევები, ისეთნაირად დავარეგულიროთ, რომელიც ჩვენთვის სასიამოვნო იქნება და თუ სადღაცას რამეს ვერ მიაღწიე,
იცით ქრისტეს ვერ აღწევს ჯერ ბოლომდე რომ ჩვენ გამოგვასწოროს, მაგრამ მოთმინებით გველოდება და უყვარვართ. არ აქვს სulis ქრისტე არ ამბობს შენ აღარ მჭირდება ახლა სხვა შვილს მოვიყვან შენ მაგივრად. მაგრამ სიყვარულით გველოდება ქრისტე და ისევ რას აგრძელებს, ისევ აგრძელებს სიტყვით შეგონებას, ისევ აგრძელებს ზრუნვას, რომ ბოლოს და ბოლოს იქნება ერთჩვენი ერთ დღეს შენ გეშველოს რამე და მისთვის სათნო და სასიამოვნო გახდე. ამისთვის ის ყველაფერს აკეთებს. ჩამოძრფასებო, რა თქმა უნდა, ქრისტეს ის უპირატესობა აქვს, რომ სანამ ქორწილი იქნება იქ, მანამდე აი ამ ქვეყანაზე გავწრნას, გამოგვასწოროს, გავსუფთავდეთ, მაგრამ ვინც უკვე თანაცხოვრებით ცხოვრობთ, ოჯახები, ქრისტე და ეკლესია ეს უნდა იყოს სამაგალითო თქვენთვის, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია, შეიყვარა შენი მეუღლე, როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ისე დაემორჩილე შენ ქმარს. როგორც ეკლესიას და ქრისტეს უნდა უყვარდეთ ერთმანეთი, ისე გიყვარდეთ ერთმანეთი. თუ ამას უხვევ და თუ სხვა მხარეს იყურები, შენ უკვე დამნაშავე ხარ ღმერთის წმინდა ნების წინაშე. ამინ. რჯული არავის არ სიამოვნებს ხოლმე, კანონის მოსმენა არავის არ სიამოვნებს. ამიტომ ამ ტერმინს ვიხმარ, რომ მისი წმინდანების წინაშე დამნაშავე ხარ უკვე. იმიტომ რომ ღმერთს უნდა ძლიერი ოჯახები, ღმერთს უნდა მოყვარული ცოლ-ქმარი, ღმერთს უნდა რომ ადამიანები ზრდასრულები იყვნენ და ისე აგრძელებდნენ ცხოვრების გზას. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთგულება, ჩამოძრფასება, ვერც დიდება და მადლობა. შემდეგი ძრფასება, რასაც ქრისტე აკეთებს ეკლესიისთვის, ეს არის ეკლესიაზე ზრუნავს ქრისტე. ეფესელთა 5:29 გვეუბნება, ვინაიდან არავის არასდროს მოსძულებია თავისი სხეული, არამედ ყვებავს და უვლის მას, ისე როგორც უფალი ეკლესიას. აქ შეიძლება ცოლ-ქმარზე არის მოყვანილი, რომ არავის თავისი სხეული არ ზულებიაო, მაგრამ თავის სხეულს უვლის. ასე არის ოჯახში. აქ არის ოჯახის მზრუნველობაზე ლაპარაკი, მაგრამ ნახეთ მოციქულმა პავლემ რა თქვა? ისევე როგორც უფალი ეკლესიას. უფალი ეკლესიაზე ზრუნავს. უფალი ეკლესიას ზრდის. უფალი ეკლესიას მიუძღვის. ის ზრუნავს ზრფასებო ჩვენ საჭიროებებზე. ბიბლია გველაპარაკება უპირველეს ყოვლისა ეძებეთ ღვთის სამეფო, მისი სიმართლე და დანარჩენი შეგემატებათო თქვენ. ღმერთი ზრუნავს ეკლესიაზე, ზრუნავს ღმერთი ეკლესიის შესაკრებელზე, ზრუნავს ღმერთი ეკლესიის ხვალინდელ დღეზე, ზრუნავს ღმერთი ძრფასებო ბევრ რამეზე ზრუნავს და ჩვენ როგორც ეკლესიის წევრები და მისი ოჯახი ჩვენს აი ამ საზრუნავში ქრისტეს გვერდით უნდა ვიყოთ. ჩვენ არა ვართ ისეთი საპატარო ძლა, ყოველ შემთხვევაში არ უნდა ვიყოთ ფეხი ფეხზე გადავიდოთ და ეხლა ყველაფერი შენ უნდა დამაკმაყოფილო, რადგან ჩემი უფალი ხარ. დიახ, უფალი დამაკმაყოფილებელია, მაგრამ უფალი გვეუბნება კურთხევის გზებს, იმისთვის რომ ეკლესია იყოს კურთხეული, იმისთვის რომ ეკლესია იყოს მატერიალურად ძლიერი, უფალი ამბობს, შესწირეთ, იყავით გულუხნი, იყავით გამცემნი, ღმერთის ზეციდან არაფერს არ აყრის. და თუ ეკლესია ასეთ პოზიციაშია, იცით ღმერთი რას აკეთებს? უფალი აკეთებს იმას, რომ ის ადამიანები, რომლებიც მის სამეფოზე ზრუნავენ, რა, უფალი ზრუნავს მათზე, უფალი ზრუნავს მათ სამსახურზე, უფალი ზრუნავს მათ ცხოვრებისეულ საჭიროებებზე. ვიღაცას თუ დაეხარჯება 1000ობით ლარი ექიმებზე, შენ აღარ დაგეხარჯება, დააზოგა, იმიტომ უფლის მფარველობა და წყალობა იქნება შენზე. უფალი მჭამელს ჩაუკეტავს გზა შენ ცხოვრებაში, თუ შენ გულუხვი გამღები იქნები. მაგრამ დღეს ხომ ბევრი ადამიანი რაღაცას მოისმენენ, მეათედი ღმერთისგან არ არის ეს ძველი აღთქმა, მეორე ამბობს არა ეს ახალი აღთქმა, ჩამოძრფასებო. აქ საერთოდ არ ვლაპარაკობ ეხლა მე არც მეათედზე და არც მეოცედზე. აქ არის გული გამცემი, რომელიც არასდროს კითხვებს არ ასვავს. მისი გული გამცემი არის. მან იცის რაც უნდა გააკეთოს, ეს კურთხევის წყაროა და ღმერთი თავის ეკლესიაზე ზრუნავს და ამ ზრუნველობას ავლენს იმ ადამიანთა მზრუნველობის მხრიდან, რომლებიც მზრუნველი არიან ეკლესიისა. იმიტომ რომ ეკლესია და ქრისტე ეს არის როგორც თავი და სხეული. და ასეთი რამ შეიძლება ძალიან ბევრი ვთქვა ჩვენ. უფალი ზრუნავს, უფალი აკურთხებს თავის შვილებს, რომ კურთხეული იყვნენ და კურთხეული იყოს ეკლესია სამ ქვეყანაზე. ის მზრუნველი მამა არის. დიახ, ჩვენ ცხოვრებაში არის პრობლემები. ეს ცალკე თემაა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ბიბლია მიუხედავად იმისა, რომ მწარია ტანჯვა, მიუხედავად იმისა, რომ მწარია ხშირად ცხოვრებისეული სიტუაციები, ბიბლია ამბობს სიხარულით მიიღეთ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ამაში იცდებიან ადამიანები. ცხოვრებისეულ გზას გავდივართ ჩვენ.
მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ მუდმივობა გველოდება. ისეთ არ უნდა დავიწყოთ ახლა ასეთი გამოთქმა არის ხოლმე რწმენით იდექი. ერთი მეორეს რო შეაგონებენ ხოლმე მორწმუნეები, თუ რეალურად არაფრის შეთავაზება არ შეგიძლია, თავიდან ნუ მოიშორებ იმ სიტყვით რწმენით იდექი. ხანდახან ისიც რა არის? ადამიანები ერთმანეთს თავიდან იშორებენ რწმენით იდექი და რა არის რწმენაში დგომა? რწმენაში დგომა ქრისტეში დარჩენა. მიუხედავად იმისა, რა საცხოვრებაში გადიხარ და თუ შეგვიძლია ასეთ ადამიანებს გვერდში რაიმეთი დაუდგეთ და ტვირთი შეუნსუბუქოთ, ეს ჯობია ცარიელ დარიგებას რწმენით იდექი. და როგორც წესი ასეთი ადამიანების ცხოვრებაში, როდესაც განსაცდელები მოდის, თვითონ ვერ ადგენენ რატომღაც რწმენით. ჩვენ გვჭირდება ზრუნვასება, ზრუნველობა ერთმანეთზე. უფალი ზრუნავს ჩვენზე ჩვენი დაძმების მხრიდან. ესეც იესო ქრისტეს ზრუნველობა. ეკლესიაში როცა ნიჭებია, როცა უნარებია, როცა გულიანი ხალხი ეს ზრუნველობა უფლისა ეკლესიაზე. ჩვენ ყველაფერს იქით ნუ გადავდებთ, მან უნდა გააკეთოს ყველაფერი. ის ჩვენი მეშვეობით აკეთებს ამ ყველაფერს. ცოცხალ ღმერთს დიდება და მადლობა. და რაც თავარია ჩემო ზრუნვასება. როგორც წერია, რა არის ქრისტეს ზრუნვასება, აქედან რა დასკვნა გავაკეთოთ? პირველ რიგში ჩვენ ვთქვით, რომ ის არის სიძე, რომელმაც ეკლესიისთვის, თავის საპატარძლოსთვის სიცოცხლე გასცა. მეორე, რაც ვთქვით ჩვენ, ეს არის პატარძალი ქრისტესი, რომელსაც ის წმენს თავისი სიტყვით. და რა არის მიზანი ზრუნვასება? რატო აკეთებს იესო დღეს ამას? მიზანი არის ეკლესიის წმინდა და უბიცოდ წარდგენა. 5:27 და ასე წარედგინა თავისთვის დიდებულ ეკლესიად, რომელსაც არ აქვს ლაქან მანკი, ან რაიმე მსგავსი, არამედ პირიქით წმინდა და უბიცო ყოფილიყო. იესოს უნდა. ის ყველაფერს ამას იმიტომ აკეთებს, რომ წარედგინოს თავისთვის დიდებული ეკლესია, რომელსაც არ აქვს ლაქა, არც მანკი, ან რაიმე მსგავსი, არამედ პირიქით წმინდა და უბიცო ყოფილიყო. თქვენ როდისმე წარმოგიდგენიათ ესეთი სურათი, იესო ჩამოდგა ანგელოზებთან, ანეშმაკთან და თავის ერზე ლაპარაკობს. როგორი ცუდები არიან, როგორი ურჩები არიან, როგორ არ ემორჩილებიან მას. და ხომ ჩვევია ძალიან ბევრ ადამიანს ჩამოდგება ყველა შემხვედრთან და ჩივის როგორი ცუდია მისი ქმარი, როგორი მოუწესრიგებელია მისი ცოლი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩემო ზრუნვასება. ჩვენ აქედან რაღაც უნდა ვისწავლოთ პირად ცხოვრებაშიც და ასევე სულიერებაშიც უნდა გვესმოდეს, რას აკეთებს ქრისტე ასეთ დროს. იცით, სახარებაში უამრავი მაგალითი გვაქვს, როცა ამოს საძირკვადაც არის გამზადებული ხე, რას ამბობს ზრუნვასება მე ვენახე. მოდი კიდევ დავაცადოთ ერთი წელი, შემოუბარო, შემოუთოხნო, ნაკელი დავაყარო, იქნება მოიღოს ნაყოფი და თუ ვერ გამოიღო, ეს უკვე სხვა თემაა შემდეგ. ისიც რა ჩვენი უფალი ზრუნავს დღეს ეკლესიაზე. ისიც რა არის მისი მიზანი, როცა ქორწილის დღე დადგება ზეცაში, რომელიც გამოცხადებაში წერია, ქრისტეს მიზანია, ის ყველაფერს აკეთებს დღეს, პატიობს, ზრუნავს, გვამხელს, გვსჯის და წორთნის და ყველაფერი რაც ჩვენ ცხოვრებაში ხდება, ერთი მიზანია, რომ წარადგინოს იმ ქორწილის დღეს თავისი დიდებული საპატარძლო თავისთვის მოსაწონად. ამინ. ჰალელუია, ცოცხალ ღმერთს დიდება. ისე რა არის შემოზრფასება, ოჯახშიც ასე უნდა იყოს ახლა, როცა ჩივი ხარ, როცა ლაპარაკობა სამართლებ, უფრო მეტი უნდა ვიშრონოთ იმაზე, რომ შენ თუ მოიქეცი ისე, როგორადაც შენ გინდა დაინახო შენი ცხოვრების მეორე ნახევარი. იზრუნე, იფიქრე, ილოცე, კონსულტაციები გაიარე, ეკლესიაში ეკითხე. იცით, მოდი თქვენს ცხოვრებას ნუ მიუშვებთ ასე ჰაერზე. ნუ მიუშვებთ ბედის სინაბარა, თქვენს ურთიერთობებს თუ ოჯახური პრობლემები არის. მიმართე ეკლესიას, მიმართე მსახურებს, ნუ მიუშვებ ასე, იმიტომ რომ ეშმაკის სადღაცას დაანგრევ შენ ცხოვრებას და ნუ მისცემ მას საშუალებას გამოიჩინეს სულიერება, გამოიჩინეს სიბრძნე, გონიერება. გამოიჩინე ის რაც საჭიროა, იესომ ზრუნველია, იესომ ასევე ჩვენ მოყვარული მეუღლის მაგალითი დაგვიტოვა, თუ როგორი უნდა იყოს ოჯახი. შენი დიდება არ არის, როცა შენ ქმარზე ლაპარაკობ, შენი დიდება არ არის, როცა შენ სოლზე ლაპარაკობ, შენი დიდება არ არის, როცა შენი ცხოვრების მეგობარს ვიღაცასთან ამცირებ. მე არ გულისხმობ, როცა მოვდივართ კონსულტაციაზე და მსახურს ყველაფერს უყვებით. ეს სხვა თემა არის. ეს არის უბრალოდ გამოსავალი, გინდათ რომ უკეთესად იყოთ. მე ვლაპარაკობ არასწორი გულის მოტივებზე, როცა ადამიანები ცდილობენ თავიანთი თავი იმართლონ, გაამტყუნონ, და რა მნიშვნელობა აქვს.
მე საერთოდ ურთიერთობებს ასე უყურებ. მართალი ვარ თუ მტყუარი ვარ. ეს იქნება მეუღლესთან, სხვასთან, ძმასთან, დასთან. რა მნიშვნელობა აქვს მე თუ მართალი გამოვიდი და შენ მტყუარი გამოხვედი? თუ ჩვენ ერთი ნაწილი ვართ, თუ შენ მტყუარი ხარ, მე ეს არ მიხარია. ჩვენ არ უნდა გვიხაროდეს ეს. ეს შენ უნდა გწყინდეს, იმიტომ რომ უცხოები ხო არა ვართ ერთმანეთისთვის. თუ შენი ცოლიან ქმარი ტყუის რაიმეში ნუ გაგიხარდება რომ შენ მართალი გამოდიხარ. ეს ხო იგივე შენი ნაკლია. აქ ხომ დაზარალებული შენ გამოდიხარ, მარტო ის ხომ არ არის. შემოძრფასებო ვისწავლოთ აი ეს უბრალო სულიერი პრინციპები და ავაშენოთ წმინდა საფუძველზე ჩვენი ურთიერთობები. რა თქმა უნდა, იოლი არ არის ხანდახან რთულია, მაგრამ ქრისტემ ამისთვის მაგალითი მოგცა. ის ზრუნავს ჩვენზე. ის გვწმენს სიტყვით. და თუ განწმენდაზე ვილაპარაკებთ და ალბათ ძმები როცა ლაპარაკობენ კარგად მოусმინეთ, როცა ქრისტეს მოთმინებაზე არის, პატიებაზე არის, მის ზრუნველობაზე არის, რამდენ რაღაცას ვისმენთ ხოლმე. იცით ეს რას ნიშნავს ეს ყველაფერი შემოძრფასებო? ეს არის ქრისტეს მოთმინება და მზრუნველობა. აი ასეთი მზრუნველობა უნდა გქონდეს ჩვენს ცხოვრებაში. ამინ. ცოცხალ ღმერთს დიდება ამისთვის. და საბოლოო მიზანი ზრფასებო, როგორც იესოს აქვს ჩაფიქრებული, წარიდგინოს ეკლესია თავისთვის დიდებული ეკლესია. და ასევე ეკლესია ელოდება იესოსთან საბოლოო შეერთებას, როგორც სიძე პატარძალთან. ჰალელუია. მეორე რაც მინდა რომ გითხრათ, ეს არის ეკლესიის პასუხისგებლობა. ბიბლია გველაპარაკება ჩვენ ამის შესახებ ზრფასებო, როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლების თავიანთ ქმრებს ყველაფერში. ამით რისი თქმა უნდა და მოციქულ პავლეს რომ ჩვენს ურთიერთობებში, ჩვენსა და ქრისტეს ურთიერთობებში ჩვენ ვილაპარაკეთ ქრისტეზე როგორი არის, მაგრამ ამ ურთიერთობაში ძალიან მნიშვნელოვანი არის ეკლესიის პასუხისგებლობა. ჩვენი მოწოდება როგორც ქრისტეს საპატარძლოსი. პირველი, რაც არის გვიყვარდეს ქრისტე და ვიყოთ მისი ერთგულები, ამინ. მოდი ერთად თქვათ, გვიყვარდეს ქრისტე და ვიყოთ მისი ერთგულები. ჰალელუია. მეორე რაც არის, ვიცხოვროთ სუფთად და სიწმინდით და ვიქონიოთ ანთებული გულები სიძის მოლოდინში. რაც შეეხება ერთგულებას და მორჩილებას, როგორც პატარძალი ერთგული არის თავისი სასიძოსი, ასევე ეკლესია მოწოდებულია რომ ვიყოთ ჩვენ ქრისტეს ერთგულები. საერთოდ რაც ორი ადამიანის ურთიერთობას შვენის და ალამაზებს, ეს არის ერთგულება. როდესაც ქმარი ცოლის ერთგულია, ცოლი ქმრის ერთგული არის. როდესაც ეს ერთგულება მათ შორის რაღაც დროის განმავლობაში და ინტერვალებში კი არ არის. ყოველდღიურია მათი ერთგულება და მორჩილება ერთმანეთისადმი. ასევე მინდა გითხრათ, რომ პატარძლის მოვალეობა ქრისტეს ეკლესიისა და მისი წილი პასუხისგებლობა ამ ურთიერთობებში არის ის, რომ გიყვარდეს უფალი და იყო მისი ერთგული. ჰალელუია. როგორც უკვე ვთქვი, როგორც მეუღლეები ყოველ დღეს ზრუნავენ ერთმანეთზე. როგორც ყოველ დღეს ზრუნავენ ამ ურთიერთობებზე, ასე მორწმუნემ უნდა გამოვყოთ დრო მორწმუნეებმა ღმერთთან ურთიერთობისთვის. ეს ახალი რამე არ არის. ეს ალბათ ბევრჯერ გესმის და შეიძლება გაცვეთილი ფრაზაც არის უკვე პირადი ურთიერთობები. იქონია პირადი ურთიერთობა, ეს ხომ მოდაშია დღეს ეს სიტყვა. დიახ, ზურფასებო სწორია, მაგრამ სამწუხაროდ უკვე გაცვეთილი არის. ყველა ჭკუას არიგებს ერთმანეთს პირადი ურთიერთობები, მაგრამ გააქვს თუ არა პირადი ურთიერთობები. მოდი ყველამ დაუსვათ ჩვენი თავი, ჩვენ თავს კითხვა. რა არის ეს პირადი ურთიერთობა? ეს არ არის ოცნებები, ეს არ არის ფიქრები, პირადი ურთიერთობა, რეგულარული, ყოველდღიური, სტაბილური. დროს არ ვამბობ და რამდენს ლოცულობ და რამდენს კითხულობ, ამას არ გეუნები. მე ვლაპარაკობ სტაბილურობაზე. გააქვს თუ არა რეგულარული და სტაბილური ურთიერთობა ღმერთთან ბიბლიის კითხვაში და ლოცვაში. შეიძლება ვიღაცამ თქვას რა, გააწყალეთ ბოლოს და ბოლოს გული ამ ბიბლიის კითხვითა და ლოცვით, ნუ სხვა გზები არ არსებობს. მითხარით და სიამოვნებით გავითავისებ.
თუ არსებობს სხვა გზები. არ არის იოლი ხანდა ყოველთვის ბიბლიის კითხვა, არ არის იოლი ყოველთვის ლოცვა, თუ უფრო მარტივი რამე ისიც მითხარით. მაგრამ ბიბლია გველაპარაკება ამის შესახებ. ბიბლია ჩვენ გზრდის ყოველდღიურად. მისი სიტყვა გვწმენს, მისი სიტყვა გვანახლებს, პიროვნებად გვაყალიბებს. ხოლო ჩვენი ლოცვები ეს უბრალოდ მტანჯველი გატარებული დრო კი არ უნდა იყოს, ეს უფალთან საუბარია. ეს შენს სასიზოსთან საუბარია. ეს იესოსთან გულის გადმოღრა არის. რატო გვეჩვენება ისი ძნელი ლოცვები? იმიტომ რომ ადამიანს გონია, ოფიციალურად წარსდგება ეხლა, რაღაც მაღალ ფარდოვანი სიტყვებით უნდა ილოცოს, მერე უნდა იგრძნოს რაღაცა ისეთი რომ შეაკანკალოს არ რაღაცა მოხდეს. ეს არის ფუჭი და არასწორი მოლოდინები. ყოველთვის ერთნაირად არ ხდება. ხანდახან შეიძლება ემოციურად განიცადო, ხანდახან შეიძლება ემოციურად საერთოდ არაფერი განიცადო, მაგრამ შენი გონება დაკმაყოფილდა, ისავლე რაღაცა კმაყოფილი დარჩი. მეორე დღეს ნახე, მესამე დღეს ნახე უკვე რომ იმ ორი დღის ნაკითხიდან ალოცი სად გამოგადგა შენ, როგორი ძლიერი ხარ, ეს ცხოვრებაში ვლინდება სულიერი ზრდა, ამიტომ მოდი ყოველდღიური ურთიერთობები განვავითაროთ უფალთან. ამენ. ეს არ არის რჯული და კანონი. ეს არის შენი ზრდის საშუალება. მე მგონი არავის არ გჭირდება სწავლება იმაზე რომ უნდა ჭამოთ ყოველ დღე, რომ საკვების გარეშე თქვენი სხეული მოკვდება. გჭირდებათ ვინმეს ამისი სწავლა? არავის არ გჭირდებათ. ყველა მიცით ეს, ვის როგორ აქვს მოწესრიგებული, ეხლა ამ თემას არ ვეხები მე, მაგრამ ყველა ვიცით რომ საკვების გარეშე სხეული კვდება. ყველამ უნდა ვიცოდეთ ჩვენ რომ სულიერი საკვების გარეშე ადამიანი ღმერთთან სიახლოვეში ვერ მოვა. რაღაც ამინს არ ვეუბნებით ამაზე. აბა მეთქვა სხვა რამე, ქრისტე რაღაცებს არ იგებს ახლა მეთქი. ამინ იტყოდით. ჩვენ გვჭირდება ეს შემოძვრფასება, ყოველდღიური ერთგულება, როგორც მეუღლეები, საერთოდ კარგ ოჯახში, მინდა გითხრათ რომ ეს მართლა ნაკლი გვაქვს ოჯახებში, როცა მეუღლეები ერთად არ საუბრობენ, როცა ნაკლები კომუნიკაცია აქვს, მართლა ნაკლი არის ეს შემოძვრფასება, ყოველთვის შეიძლება მაგისი ხასიათი არ არის, დრო არ არის, რაღაც არ არის, მაგრამ უნდა ვისწავლოთ ჩვენ ყოველდღიური კომუნიკაციები. როცა ორი ადამიანი ერთად ლაპარაკობს, საუბრებიან, გულს უყურიან ერთმანეს, იქ ურთიერთობები სხვანაირი ხდება, უფრო ნატურალური ხდება, არ არის რაღაცა წესებით, კანონებით და რაღაცა რჯულით შეკრული ეს ურთიერთობები, შეკოწიწებული, იქ მართლა სხვანაირად ხდება ხოლმე ყველაფერი. ამის ნაკლოვანება გვაქვს ჩვენ ყველას ზრფასება, ამიტომ მინდა რომ უბრალოდ გავითავისოთ რომ ჩვენ უფალს უნდა ველაპარაკოთ, ჩვენ უფალთან უნდა გქონდეს კომუნიკაცია, როცა ბიბლიას ვკითხულობთ უფალი გველაპარაკება, როცა ჩვენ ლოცულობთ ჩვენ ველაპარაკებით უფალს და ამ ორხრივ კომუნიკაციაში იბადება გამოცხადება, სულიწმიდა გველაპარაკება. ხანდახან ადამიანებს გონიათ, არც ბიბლიას ავიკითხავ, არც ვილოცებ, სულიწმიდა ხომ მყავს და ის დამელაპარაკება მე არ დაგელაპარაკება ასე. გამონაკლისის გარდა თუ არ შეგიწყალა ღმერთმა, გამოცხადება იბადება ორხრივ დიალოგში. როცა კითხულობ და უფლის სიტყვას ითავისებ და უფალი გელაპარაკება იქიდან და როცა ლოცულობ და შენ ელაპარაკები უფალს. აი ამ ორხრივ ურთიერთობაში იბადება გამოცხადება. უფალი გიხსნის, უფალი მოდის, ანათებს შენს გონებას და შენ გეუბნება რაღაცას. დიდებული არის შენი უფალი. შემდეგი რაც მინდა გითხრა ძვირფასებო. რაც შეეხება ლოცვის გარდა ერთგულება და მორჩილება გულისხმობს ზრფასება მის სიტყვაზე დაფუძნებულ ცხოვრებას და მის მცნებებში სიარულს. არავინ არ მოგატყუოს რომ მადლის ქვეშ ხარ და ეს არ გჭირდება. ერთგულება მოითხოვს ღმერთის სიტყვაზე დაფუძნებულ ცხოვრებას. მოდი ყველამ თქვათ ერთგულება მოითხოვს ღმერთის სიტყვაზე დაფუძნებულ ცხოვრებას. ეს გაიხადეთ ცხოვრებაში წესად, რომ შენი ცხოვრება უნდა იყოს დაფუძნებული ღმერთის სიტყვაზე. შეიძლება შეგეშალოს რაღაც მომენტში. მოატრიალე ისევ შენი გეზი და ისევ დადექი ღმერთის სიტყვაზე. შეიძლება შეცდე, შეიძლება გადაუხვიო, მოტრიალდი და ისევ დადექი ღმერთის სიტყვაზე.
ისევ დააფუძნე ღმერთის სიტყვაზე შენი საქმე, შენი ფიქრი, შენი დამოკიდებულება, ყველაფერი აბსოლუტურად ღმერთის სიტყვის ჩარჩოებში უნდა იყოს მოქცეული. ერთგულება მის მცნებებში სიარულია. ქრისტემ რა თქვა? ვისაც მე უყვარ ვარ. ეს არ თქვია მოსეს, რო დააბრაულეთ ახლა რჯულშია და ძოლა თქმაშია, იესომა თქვა, ვისაც მე უყვარ ვარ, ის ჩემს სიტყვას ასრულებს. ჩემს ცნებებს ასრულებს, იცავს მას. ამინ. ეკლესია უნდა იყოს მზა თუ არ ითქვას ყველაფერზე, რაც ეწინააღმდეგება ქრისტეს ნებას. ჩემო ძვირფასო დავუდა ძმაო, თუ შენ ცხოვრებაში და ამ წუთებში ხედავ, რაღაც შენ ცხოვრებაში ღმერთის ნებაზე არ არის დაფუძნებული. თუ ხედავ რომ და შეუძლებელია სულიწმიდა შენ არ კარნახობდეს და შინაგანად არ გენთებოდეს და სიგნალი არ გეძლეოდეს რომ არასწორი დამოკიდებულება გაქვს. თუ ინთება და ყურს არ უგდე, ვიცოდე უგულებელ ყოფს სულიწმიდის ხმას. თუ შენ ხედავ რომ რაღაც ღმერთის სიტყვაზე დაფუძნებული არ არის შენ ცხოვრებაში. თუ რაღაც შენ ცხოვრებაში ქრისტეს ნებას ეწინააღმდეგება, ეკლესია უნდა ვიყოთ მზად უარი თქვა ამ ყველაფერზე და აღიარო ის რაც ღმერთის ნებაა შენ ცხოვრებაში. ეს რთულია ხანდახან, ეს არჩევანს მოითხოვს. ჩვენი ყოველდღიური არჩევანი უნდა იყოს ღმერთის ნება ჩვენ ცხოვრებაში. ამინ. რაც შეეხება სიწმინდის დაცვას, ისეთ აქ უფრო მეტად გავამახვილებ, იმიტომ რომ მისი ნების დაცვა სიწმინდეში სიარულია, რა თქმა უნდა. მაგრამ როცა სიწმინდეზე მიდის ლაპარაკი, პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, პატარძალი, რომელიც ქორწილისთვის ემზადება და ეკლესია, რომელიც ემზადება ქრისტეს შესახვედრად, ყოველდღიური თვითშემოწმება უნდა გქონდეს ჩვენი მორალის, ზნეობისა და ეთიკის. და საჭიროების შემთხვევაში ადამიანს უნდა მონანიების მოტანა შეეძლოს. მორალური სტანდარტები ჩვენი უნდა შეესაბამებოდეს ღმერთის სიტყვას, მაგრამ აქვე უნდა აღნიშნო, წმინდა ცხოვრება მარტო მორალური სტანდარტები არ არის, არც მხოლოდ წესები. ჩვენი უფალთან მოზიარეობა მიგვიყვანს იქამდე, რომ ეს ხდება უკვე ჩემო ზრფასებო, ჩვენი ხასიათი, ჩვენი ბუნება. ეს მარტო წესების დაცვა არ არის, ეს მარტო რაღაცა რჯულის დადება არ არის ჩვენ ცხოვრებაში. ეს არის ღმერთის ხასიათის ასახვა ღვთისმადლით გადარჩენილ ადამიანში. უნდა აისახოს ეს. ყოველდღიურად შენ ქცევაში, შენ ჩვევაში უნდა იყოს გამჯდარი, რომ შენ უკვე დაფიქრებას კი არ გჭირდება. ხო არის რაღაცა ადამიანი ჩვევით გამოიმუშავებს. არის სპეციალურად გაწვრთნილი ადამიანები თავის სფეროში, რომლებიც ბევრ რაღაცას უკვე ზრფასებო, ისეთ როგორ მექანიკურადაც აკეთებენ, უკვე რეაქცია მათი ბუნებრივი არის იმ საქმეზე, იმისთვის არის გაწვრთნილი. ჩვენ სიწმინდეზე გაწვრთნილები უნდა ვიყოთ, სიმართლეზე გაწვრთნილები უნდა ვიყოთ. ჩვენ არ უნდა გვჭირდებოდეს აქ ფიქრი, აბა ღმერთის ნება თუ არ არის ღმერთის ნება, ესე გავაკეთო თუ ისე გავაკეთო. ჩვენ სიმართლე, ღმერთის სიწმინდის ცხოვრება ხასიათში, ბუნებაში, სისხლში უნდა გქონდეს გამჯდარი, რომ შენ ჩვევაში ასეთი უნდა იყო. გაწაფულია სერია წმინდა წერილში, შემოძრფასება. სულიერი ზრდის შედეგად მოდის ეს. ადამიანებს აღარ ჭირდება ცხოვრებაში, აი არ შემიძლია ძმაო, აი ეშმაკი მერძის და ვერ ვიმარჯვებ. ეს აღარ არის ლექსიკაში. გამარჯვებული ადამიანის ცხოვრებაში, მას ჩვევითა გამომუშავებული სიმართლე, სიწმინდე, სწორი მოქმედება, სწორი ქცევა, სხვანაირად არ შეუძლია. და თუ სხვანაირად მოხდა მის ცხოვრებაში, მასთან შეგუება არ შეუძლია და ისევ ინანიებს და ბრუნდება უფალთან. და რასაც მინდა ყურადღება გამომახვილო, როდესაც სიწმინდეზე არის ლაპარაკი, აქ არის მოძღვრების სისუფთავეზე და სიწმინდეზე ლაპარაკიც. მინდა გითხრათ ზრფასება, მოციქული იაკობი და პავლე ლაპარაკობდნენ მორალურ სისუფთავეზე, რა თქმა უნდა, მაგრამ ასევე სწავლების სისუფთავეზე. იაკობი ამბობდა, მრუშნო, განაარისით რომ წუთისოფლის მეგობრობა ღვთისმტრობაა? ასია, ვისაც წუთისოფლის მეგობრობა სურს, იგი ღმერთის მტერი ხდება. ცოტა ჩქარჩქარა მინდა ვილაპარაკო, ბევრი მოვასწრო. სიტყვა მრუშნო უკავშირდება რას? ძველი აღთქმის წინასწარმეტყველურ ტრადიციას. ისრაელი
სულიერი მრუშობის თემა წამოწეული იყო ხოლმე წინასწარმეტყველების მიერ, როდესაც ისრაელი ღალატობდა ღმერთს, როდესაც კერთვაყონისმცემლობისკენ იხრებოდნენ. როგორც საპატარძლო ზოლახტმაში ისრაელი მოწოდებული იყო ღმერთის ერთგულებისთვის. მაგრამ როგორც კი გადაუხვდა ისრაელი ღმერთის რჯულს და იწყებდა კერთვაყონისმცემლობას, წინასწარმეტყველების მხრიდან უფალი მას უწოდებდა მოღალატეს, მრუშს, რომელმაც უღალატა მას. მრუშ სულთან იყო შედარებული, რომელიც თავის ქმარს ღალატობდა. ქვეყნიერების მეგობრობა, ჩემო ძვირფასებო, აქ არ იგულისხმება ხშირად რაც შეიძლება თქვა, სადაც ქვეყნიერება ღმერთმა კარგად შექმნა. ყველაფერი კარგია, ყველაფერი ლამაზია, ჩვენ გვიყვარს ეს ქვეყანა, ღმერთის ქმნილება, მაგრამ მე მგონი ხვდებით აქ რაზეა ლაპარაკი, აქ არის იმ ღირებულებებზე და პრიორიტეტებზე, რომელიც დღეს ქვეყნიერებას აქვს. რა გიყვარს შენ დღეს? რისკენ უფრო ხარ გადახრილი შენ? დღეს ქვეყნიერების ფასეულობები არის მატერიალური შენაძენი, ანგარება მატერიალური, ამპარტავნება, ძალაუფლებისკენ სწრაფვა, ზნეობრივი კომპრომისები ყოველდღიურად. იცი რომ ასეა, მაგრამ კომპრომისები მიდიხარ, იმიტომ რომ ასე გინდა. ამაზეა ლაპარაკი, როცა გვეუბნება მრუშნო, თუ ქვეყნიერებასთან მეგობრობა გვინდა, იესომ თქვა, ორ ბატონს ვერ მოემსახურები. ან ერთს გაუორგულდები, ან მეორეს. შეგიძლია რომ ნეიტრალურად ქვეყნიერებაზეც იყო და ქრისტესაც ასიამოვნო? ჩვენ ქრისტეში უნდა ვიყოთ. და ის ფასეულობები, ზნეობრივი, მორალური საკითხები, რომელიც ქვეყნიერებისაა და ღმერთს ეწინააღმდეგება, ჩვენ მასთან კომპრომისი არ უნდა წავიდეთ. მოციქული პავლე ლაპარაკობდა მეორე კორინთელთა 11 თავის მე-4 მუხლი. ვინაიდან მოშურდევარ თქვენ მიმართ ღვთიური მოშურნეობით, რადგან დაგნიშნეთ ერთ კაცზე, რათა წმინდა ქალწულად წარგადგინოთ ქრისტეს წინაშე. აქაც ხედავთ ჩვენ, პავლე იყენებს საქორწინო სიმბოლიკას და სულიერი დანიშვნის მეტაფორას იყენებს აქ მსგავსებას. ეკლესია აქაც არის წარმოჩენილი როგორც დანიშნული, ხოლო როგორც პავლე ამბობს, პავლე როგორც იოანე იყო რაღაც როლში, მეგობრისა, პავლეც აქ ასეთნაირ როლში ჩანს და გზნობს პასუხისგებლობას ეკლესიის კეთილდღეობას და ამბობს, ვინაიდან მოშურდევარ თქვენს მიმართ ღვთიური მოშურნეობით, რადგან ერთ კაცზე დაგნიშნეთ, რათა წმინდა ქალწულად წარგადგინოთ ქრისტეს წინაშე. ამ მუხში პავლემ თქვა, რომ კორინთოს ეკლესია პავლე მოციქულის ქადაგებით აღშენებული, დანიშნული იყო ქრისტეზე. მაგრამ შიშობ რომ როგორც გველმა აცდულა ევა თავისი მზაკვრობით, ასევე არ გაიხსნას თქვენი გონება და არ გადაუხვიოთ უბრალოებასა და სიწმინდეს ქრისტეში. და ხედავთ, მოციქული პავლე ახსენებს დაცემის ისტორიას და მოჰყავს ევას ცდუნების პარალელი აი ამ მუხში და გვაფრთხილებს ყველას გველის მიერების შესახებ. ეს მარტო კორინთოს ეკლესიას არ ეხებოდა. დღეს ჩვენს გვაფრთხილებს ეს სიტყვა, ჩვენს დანიშნული ვართ დღეს იესო ქრისტეზე და რომ წმინდა ქალწულად წავდგეთ მის წინაშე. სუფთად, შეურყვნელად, მაგრამ როგორც კორინთოს ეკლესიაზე შიშობდა მოციქული პავლე, ეს საშიშროება ყველა ეკლესიას ემუქრება, რომ გველმა როგორც აცდუნა თავისი მზაკვრობით, ცმიერებით, ასე არ გაიხსნასო თქვენი გონება და არ გადაუხვიოთ უბრალოებასა და სიწმინდეს ქრისტეში. ვინაიდან სიხარულით იწყნარებთ მათ, აი დაუკვირდით, პავლეს შიში, აი აქ სიფრთხილე არ ყოფილა ზურფასებო აზრს მოკლებული. პავლე რეალურად ხედავდა საშიშროებას და ამბობდა, ვინაიდანო სიხარულით იწყნარებთ მათ, რომლებიც მოდიან და გიქადაგებენ სხვა იესოს, რომელიც ჩვენ არ გვიქადაგია და ღებულობთ სხვა სულს და სხვა სახარებას, რომელიც ჩვენგან არ მიგიღიათ. დღეს იგივე გაფრთხილება აქვს ქრისტეს ეკლესიას. აქ არის ნახსენები ზურფასებო სხვა იესო. სხვა იესოს გიქადაგებენა.
რას ნიშნავს სხვა იესო? რა თქმა უნდა, ქადაგებენ იესო, იოსების ძე, ჩვეულებრივად, ისტორიულად. მაგრამ სხვა იესოს ქადაგება ეს არის ცრუ, ასეთი თეოლოგიაში არის ასეთი თემა, ქრისტოლოგია. ანუ სწავლება ქრისტეს შესახებ, რომელიც არის ჩვენს ეკლესიაში სასწავლო იმაში გვაქვს ჩვენ პროგრამაში სწავლება ქრისტეს შესახებ. შემოძვრფასებო წმინდა წერილი ლაპარაკობს ქრისტეს შესახებ. სხვა ქრისტე იცით რა იყო? ცრუ ქრისტოლოგია ნიშნავს იმას, რომ ქრისტეზე არ ლაპარაკობენ სწორედ. ქრისტეზე შემოძვრფასებო, როდესაც მიდის ლაპარაკი, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ სახარებიდან. უნდა ვილაპარაკოთ ქრისტეს გამოსახსნელ მსხვერპლზე. დღეს ხო უამრავი მოძღვრება არის. ზოგი ქრისტეს არ აღიარებს ღმერთად. ეს სრულ ქრისტოლოგია. ადამიანები არიან, რომლებიც ამბობენ ქრისტე ღმერთი არ არის. საუკეთესო შემთხვევაში დღეს აღმობენ, ხო ღმერთი კი არის, მაგრამ იმ დონის ღმერთი არ არის. ეს სრულ ქრისტოლოგია შემოძვრფასება. იესო ქრისტე სრულყოფილი ღმერთია, სახარება გველაპარაკება ამის შესახებ. და საწყისში იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთთან, თვითონ სიტყვა იყო ღმერთი და ყველაფერი მის მიერ და მისთვის შეიქმნა. უამრავი ადგილი არის წმინდა წერილში, სადაც ჩვენ გველაპარაკება ქრისტეს ნამდვილ სახეზე, ნამდვილ მნიშვნელობაზე. მაგრამ ეს ერესები, რომელიც დღეს არის ამ საუკუნეში, ეს ხო ახალი არ არის. ეს ხო იქიდან წამოსული არის. უკვე იყვნენ ადამიანები, რომლებიც ქრისტეს სხვანაირად ქადაგებდნენ. სხვაგვარად ქადაგებდნენ ქრისტეს. მეორე რაც არის სხვა სული. რა არის სხვა სული ზურფასებო? სხვა სული ეს არის ბევრი შეიძლება ამაზე ლაპარაკი, მაგრამ სრულ რელიგიური გამოცდილებები. რამდენი რამე იყო ზურფასებო, კორინთოში თუნდაც სულიერი ნიჭები როცა მოქმედებდა, ყველა სულიერი ნიჭი მოქმედებდა, მაგრამ მოციქული პავლე შეაგონებდა, თუ ერთი წინასწარმეტყველებდა სხვებმა განსაჯონ. სრულ წინასწარმეტყველები ამბობენ, ჩვენ სიტყვას განსჯა არ ჭირდება, ჩვენ რასაც ვლაპარაკობთ ღმერთია და თქვენ ყველამ უნდა მოისმინოთ ღმერთის ხმა. ისიც ზურფასებო ძალიან ბევრი ადამიანი მინახი ამ 45 წლის განმავლობაში. ადამიანები ცდილობენ ეკლესიის გაკონტროლებას. ადამიანი რომ მოდის და გეუბნება ღმერთმა მითხრა, ეხლა ღვთისმოშიშ ადამიანებს გვაქვს ეს განცდა, ვაი თუ მართლა ღმერთმა უთხრა. და ღმერთის ურჩი არ გამოხვიდე. მაგრამ თუ სწორედ ვიცით წმინდა წერილი, ჩვენ ამისი აღარ შეგვეშინდება, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ღმერთის სულის მოქმედება. წინასწარმეტყველები არ აკონტროლებენ ეკლესიას. წინასწარმეტყველები უფლისგან ლაპარაკობენ. მისგან მოცემულ სიტყვას ლაპარაკობენ. ეკლესიას მმართველობენ მწყემსები, მასწავლებლები ძირითადად და რა თქმა უნდა იმ ხუთ ნიჭი, სადაც არის წინასწარმეტყველები, მოციქულები, მახარებლები, ესენი ყველა ერთად აშენებენ ეკლესიას. ცრუ სული, ანუ სხვა სული, ეს არის ის ქმედებები, რომელსაც სახარება მხარს არ უჭერს. ის ქმედებები, ზურფასებო, ის გამოვლინებები, გინდა წინასწარმეტყველებაში, გინდა ძალთა ქმედებაში, ნებისმიერ საკითხში ავიღოთ. თუ სახარება მხარს არ უჭერს, მაშინ ისიც რა არის? ის სული არ არის, რომელზეც არის ლაპარაკი. ამიტომ ამბობს მოციქული პავლე, სხვა იესო, სხვა სული და ასევე წერია ზურფასებო და სხვა სახარებას, რომელიც ჩვენგან არ მიგიღიათ. ამ შემთხვევაში სახარება ზურფასებო იგულისხმება აქ არის ასეთი თემა, ხსნის შესახებ სწავლება. ხო არის ასეთიც, სატეროლოგია რა? ხო. ხსნის შესახებ არის სწავლება ეკლესიაში, სადაც ეკლესიას აქვს ჩამოყალიბებული აზროვნება გადარჩენის შესახებ. როგორ ღებულობს ადამიანი გადარჩენას? რა არის ამისთვის საჭირო? გადარჩენილი ადამიანის ცხოვრება როგორ უნდა მიმდინარეობდეს და როგორ უნდა დასრულდეს? დღეს ხო გადარჩენის შესახებ ძალიან უამრავი არასწორი აზრი არის. ადამიანები ხანდახან ამბობენ, თუ ადამიანმა ერთხელ ირწმუნა, ის აღარ დაიღუპება, გადარჩენილი არის. შემოძვრფასებო, მე არა ვარ მომხრე იმ გაგებისა, რომ ადამიანმა შესწოდა, შენ ახლა დაღუპული ხარ. მოინანია, შენ ახლა გადარჩენილი ხარ. თუ რაღაცა ნაკლი აქვს, შენ დაღუპული ხარ. ჩვენ ეს გაგება არ გვაქვს. ჩვენ ხსნას დიდი ყურადღებით ვაკვირდებით. ჩვენ გვიჯერა, რომ ხსნა არ არის ჩვენი საქმეების მიხედვით. ხსნა მოდის ღმერთის მადლით.
რწმენის მეშვეობით. ხანდახან ვამბობთ, რომ რწმენით არის გადარჩენა, ირწმუნე იესო, არა ზურფასებოა. ხსნა მადლით არის, რომელიც რწმენის მეშვეობით გვეძლევა. რწმენა მიიღე იესო ქრისტესი. ამის შემდეგ რა არის საჭირო? მონანიება, შენი ცხოვრება მონანიება ისიც რა არის, რომ 180 გრადუსით, აი რომ მიდიხარ, შემოტრიალდე და წახვიდე სხვა მიმართულებით. ერთხელ შევემშალა და 180 მაგივრად 360 ვთქვი. ეს არის რომ მიდიხარ დატრიალდი და ისე რომ შემოტრიალდი. ზოგი 360 გრადუსით ტრიალდება ხოლმე, დატრიალდება ესე და ისევ ძველ ცხოვრებასე უბრუნდება. მაგრამ სახარება, გველაპარაკება, მონანიება ეს არის შემოტრიალდება შენი ცოდვისგან, შენი ცოდვილი ცხოვრებისგან. თუ ეს არა გაქვს, ეს მონანიების ნიშანი არ არის. ცრუ მონანიება, ცრუ შეგრძნებას ტოვებს ადამიანში. მაგრამ გადარჩენილი ადამიანი რომელიც არის, რომელიც ცხოვრობს ზრფასებო დღეს ქრისტეში, მან შეიძლება შესწოდოს, შეიძლება ჩავარდეს სოდვაში. ჩვენ არ ვამბობთ ამ დროს რომ დაღუპულები არიან. შეიძლება ეკლესია იმან შენიშვნაზეც აიყვანოს. ჩვენ არ ვამბობთ რომ დაღუპულები არიან. ჩვენ გვწამს და გვჯერა ქრისტეს მადლისა და წყალობისა. მაგრამ თუ ადამიანმა უარყო იესო ქრისტე, შეგნებულად განუდგა იესო ქრისტეს, დაუბრუნდა ცოდვილ ცხოვრებას და ამ დროს ქრისტე მოვიდა. ვინ დადებთ თავს და ვინ იღებთ პასუხისგებლობას, რომ ადამიანს სრულ მოლოდინის დაუნერგოთ, რომ შენ გადარჩები მაინც. თავარია გჯეროდეს იესოსი. იესოში ეს მაგსაც ჟერა. განა ის ურწმუნო არის. შენზე ძლიერი რწმენაც აქვს, იმიტომ რომ ქრისტე იესო ნანახი ყავს ფიზიკური თვალებით, ერთხელ და ორჯერ კი არა. უდაბნოშიც კი ცდიდა, ჯვარზეც კი გააკრა. იესომ დაანგრია მისი საქმეები. მას რო სჯერა, ისე ვისჯერა. მარტო დაჯერება არ აქვს შველის. თუ შენ უარი თქვი ქრისტეზე, თუ შენ განუდექი შეგნებულად ცოდვილ ცხოვრებას მიყევი, არინანიებ ეკლესიას აღარ უსმენ. ასეთ დროს პასუხისგებლობას ნურავინ ნუ აიღებთ, რომ ადამიანი გადარჩენილია. და არ ჩვენ შემთხვევაში ჩვენ ფეხს არავის არ ვაჭერთ. ადამიანებმა შეიძლება შეცდომას დაუშვან, მათ უქადაგებთ, ისევ ქრისტეს მადლს ვაბარებთ მათ, ისევ ქრისტეს მადლზე და წყალობაზე ველაპარაკებით. და იქამდეც კი მივიდნენ. ჯოჯოხეთი არ არსებობს. ყველა ადამიანი გადარჩენა, უნივერსალიზმი ასეთი თეორია. ყველა ადამიანი გადარჩება. შემოზრფასებოა. პავლე მოციქული როდესაც ლაპარაკობდა, მათ ეუბნებოდა თან რა იყო, იცით? სიხარულით იწყნარებთო მათო. იმიტომ რომ ყურისთვის ადვილი მოსასმენი რაც არის, ადამიანი სიხარულით ღებულობს და იწყნარებს. რა კარგია, რა? რაც გინდა გააკეთე და თურმე გადარჩენილი ხარ. სიხარულით მიიღებს სოდვილი ადამიანი. რა, ცუდია? წავალ, რასაც მინდა გავაკეთე, მადლით გადარჩენილო, თავარია იესომ წამდეს. სიხარულით ღებულობდნენ და მოციქული პავლე ამბობს მეშინია, რომ გველმა თავისი სიმზაკვით და ცმიერებით როგორც ასწუნა, თქვენც არ გასწუნოთ. სახარება უბრალოა, როგორც წერია ზრფასებოა. იწყნარებთ მათ, რომლებიც მოდიან და გიქადაგებენ სხვა იესოს. არ გადაუხვიოთ უბრალოებასა და სიწმინდეს, ამბობს მოციქული პავლე. ხსნის სახარება უბრალოა. აქ არ არის დატვირთული რაღაცა ფილოსოფიური თეორიებით. და ამბობს არ გადაუხვიოთ ამ უბრალოებას, მაგრამ ეუბნება სიწმინდეს არ გადაუხვიოთ. უბრალოებას არ გადაუხვიოთ. ვინაიდან სიხარულით იწყნარებთ უკვე იმ ადამიანებს, რომლებიც მოდიან სხვა იესოს გიქადაგებენ. ღებულობს სხვა სულს, სხვა სახარებას, რომელიც ჩვენგან არ მიგიღიათ. დიდი საშიშროება ჰქონდა კორინთოს ეკლესიას. ეს სიხარულით მიღება უკვე ნიშანი იყო. შეიძლება ბოლომდე გადახვეული არ იყვნენ ჯერ და ჩანს რომ არ იყვნენ, მაგრამ ეს ნიშანი უკვე იყო იმისი, როცა არასწორ მოძღვრებას ითვისებ ჭამ. ეს იცით რა არის? ექიმები ხო მას გვეუბნებიან, რაც გვიყვარს ხოლმე, ხო, გემრიელი რო არის და შენ რო ორგანიზმი რო გღუპავს და კლავს, ეს არა ჭამოო და მაინც რო ქსიამოვნებს და ჭამ. იგივე არის სულიერ სფეროშიც. იცი ეს, მაგრამ ქსიამოვნებს, იმიტომ რომ ხორცი მიდრეკილი ამისკენ. აი აგ მართებს ზრფასება. ქრისტეს ეკლესიას ერთგულება. უფლისწინაშე დგომა დიდება ღმერთს ამისთვის. ალელუია. რატომ არის მნიშვნელოვანია გალატელების მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ, მაგრამ აღარ მოვიყვან. მაგრამ რატომ არის მნიშვნელოვანი, როცა მოძღვრების სისუფთავის დაცვაზე ვლაპარაკობთ? შეიძლება თქვათ, რა მნიშვნელობა აქვს ძმაო?
დიდი მნიშვნელობა აქვს ზურფასება. ჯერ პირველ რიგში სწავლება, ჯანსაღის სწავლება წარმოადგენს ჭეშმარიტების საფუძველს. ამინ. ჯანსაღის სწავლება მოდი ყველამ თქვათ, ჯანსაღის სწავლება არის ჭეშმარიტების საფუძველი. ჯანსაღის სწავლება ზურფასება, სწავლების გარეშე ჭეშმარიტება არ იქნება ჩვენს ცხოვრებაში. შემდეგი ზურფასება რატომაც არის? სწავლება, ჯანსაღის სწავლება მორწმუნეებს იცავს სრულ მოძღვრებისგან. ამინ. და მესამე, უზრუნველყოფს ჯანსაღ სულიერ ზრდას. ჯანსაღის სულიერი ზრდა თუ გინდა, შენ უნდა ჯანსაღის სწავლება მოისმინო. იცით რამდენი ადამიანი მყავს ნანახი და დღესაც ვაწყდები ხოლმე ადამიანებს, რომლებიც ჯანსაღ სულიერ სწავლებაში არ გაიზარდნენ. და როცა ელაპარაკები მათ, სადღაცას დაფრინავენ. სადაც სიტყვის შესრულება საჭირო რწმენი დიდექი, სადაც ელემენტარული საკითხებია უფლისგან გამოითხოვე, ღმერთის ნება რა არის. რო არ უნდა ვიმბრუშო, ამაზე თხოვნა მინდა, ღმერთის ნება გავიგო? რო არ უნდა ვიქურდო, ღმერთის ნება მჭირდება? რო არ უნდა ვიყო ვიღაცის მტერი, მჭირდება ღმერთის ნება? ეკლესიას რო არ უნდა ვუმტრო, მჭირდება ღმერთის ნება? განხეთქილება რო არ უნდა მოვაწყო ეკლესიაში, მჭირდება ღმერთის ნება? არის ბევრი საკითხები და ადამიანებს როდესაც ვესაუბრებით სხვადასხვა თემებში დაფრინავენ. რატომ? განაცუდი ადამიანები არიან. შეიძლება წრფელებიც არიან. ადამიანებს სულს არ ვიტყვი, მაგრამ მიზეზი არაჯანსაღი სწავლება. არაჯანსაღად ასწავლეს, არაჯანსაღად შეითვისა. კარგი ადამიანია, მაგრამ ასე გაიზარდა. ასე ისწავლა. და ეს უფრო საშიშია, ვიდრე ადამიანი, რომელმაც იცის, რომ არაფერი არ იცის და უნდა ისწავლოს. რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჯანსაღის სწავლების ძირითადი პრინციპები ეს არის სახარების ცენტრალურობა, რომ წმინდა წერილი ეს არის ჩვენთვის საბოლოო ავტორიტეტი. წმინდა წერილის უზენაესობა, მისი ღვთივსულიერება, ეს არის ჩვენი მოძღვრების ერთ-ერთი ცენტრალური მიმართულება. ასევე ჩვენ უნდა ვიცოდეთ ზურფასებო, აქედან გამომდინარე უნდა იყოს ჩვენი სწავლება ღმერთზე, აქედან გამომდინარე უნდა იყოს ჩვენი სწავლება სულიწმინდაზე, სულიწმინდ ნათლობაზე, სამუდამო სიცოცხლეზე, გადარჩენაზე და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ, თანამედროვე გამოწვევები ბევრია, ამიტომ ეკლესია, მოდი პირველ რიგში ღმერთის სიტყვას ჩავღრმავდით. მე არ ვაცხადებ იმას, რომ მარტო ჩვენი ეკლესია, რომელსაც ჭეშმარიტებაზე აქვს პრეტენზია, სწორედ გამიგეთ ზურფასობა, ამას ვერც გავუბედავ რო თქვა, მაგრამ ერთ რამეს გავუბედავ და ვიტყვი. ეკლესია არ არის დღევანდელი ეკლესია. ეკლესიამ გაიარა წლები, გაიარა კომუნისტური ქარცეცხლი, გაიარა რელიგიური ჩაკეტილობა და კონსერვატიზმი, გაიარა თავისუფლების პერიოდი, მაგრამ ეკლესიამ აღმოაჩინა ბალანსი კონსერვატიზმსა და თავისუფლებას შორის. დაბალანსებულად. ეკლესიამ გამოსცადა სხვადასხვა მოძღვრებები. გვინახია სხვადასხვა მასწავლებლები, გვინახია სხვადასხვა მოქმედებები. ახალი დღეს რაც არის, არაფერი არ არის, ეს ყველაფერი გავიარეთ. მაგრამ მოციქული პავლე ამბობს, გამოსცადეთ ყველაფერი და რაც კარგია, ის დაიჭირეთ. ამიტომ ეკლესია ვცდილობთ ყველაფერს გადავხედოთ, გამოვცადოთ და რაც წმინდა წერილის მიხედვით არის, იმას ჩავეჭიდოთ. და ამის გარჩევის უნარი რო ეკლესიას აქვს, ამის პრეტენზია გაგვაჩნია. ყავს საკმაოდ გამოსტილი მსახურები, სიტყვაში გაწაფულები, ცხოვრებაში გამოსტილები და ღმერთს დიდება და მადლობა მათთვის. და ჩემი სიტყვის დასასრულს მინდა მოკლედ გითხრათ მესამე, ეკლესია ემზადება ქორწინებისთვის. ამინ. მოდი ყველამ გავიმეოროთ, ეკლესია ემზადება ქორწინებისთვის. ამინ. გამოცხადება ამბობს, გავიხაროთ, ვიმხიარულოთ და დიდება მივაგოთ, ვინაიდან მოვიდა კრავის ქორწილი და მისმა საზლომ თავი გაიმზადა. ეკლესია ემზადება საქორწინო ცერემონიალისთვის, რომელიც გაიმართება როგორც გამოცხადებაში წერია. ამიტომ პატარძლის მსგავსად მორწმუნე უნდა ცხოვრობდეს მოლოდინში
და ერთ ტექსტზე გავამახვილებ ყურადღებას და ჩვენი გულები განვამზადოთ ლოცვისთვის. ეს არის ტიტეს მეორე თავის მე-11-მე-13 მუხლი. ეს მუხლები შეიძლება ბევრჯერ წაგვიკითხია ჩვენ, მაგრამ მინდა გითხრათ ძვირფასებოა, რომ ეს ტექსტი წარმოადგენს, როცა ვკითხულობ ჩვენ მნიშვნელოვან თეოლოგიურ განაცხადს. სადაც მადლი, ეთიკა და იმედი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ვინაიდან გამოჩნდა ღვთის მადლი, რომელიც ყველა ადამიანის მხსნელია, რომელიც გვასწავლის, რომ უარყოთ უღმერთოება, დამქვეყნიური გულისთქმანი და გონივრულად სიმართლითა და ღვთისმოსაობით ვიცხოვროთ ამ წუთის სოფელში. ნეტარების იმედით მოველოდეთ ჩვენი დიადი ღვთისა და ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს დიდების გამოჩენას. ამინ. ეს ტექსტი როგორც გითხარით ძვირფასებო და ეხლა გავამახვილებ ყურადღებას. ეს არის მნიშვნელოვანი თეოლოგიური განაცხადი. ეს უბრალოდ ტექსტი არ არის, სადაც ღვთის მადლი, ეთიკა, ქრისტიანული ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, გაგება, წესი, ქცევა, ეს ყველაფერი და იმედი მომავლისა მჭიდროდ არის ერთმანეთში გადაჯაჭვული. ჩვენ გვაჩვენებს ეს მუხლები, რომ ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება ეს არის მადლით მოტივირებული, პრაქტიკაში გამოხატული და მომავალზე ორიენტირებული. და უფრო დაწვრილებით გეტყვით, რასაც გულისხმობ. აი ამ მუხლებში ვხედავთ მადლის გამოცხადებას სამ დროით მონაკვეთში, განზომილებაში. პირველი ეს არის ძვირფასებო, ხაზგასმული არის აქ მადლის მნიშვნელობა, საყოველთაო. ანუ წარსულში, მადლის გამოცხადება. წერია, რომ ღვთის მადლი, რომელიც ყველა ადამიანის მხსნელია. ამინ. როდის გამოჩნდა ეს ღვთის მადლი? წარსულში, როდესაც იესო ქრისტემ მოიტანა მსხვერპლი გამოსასყიდი ცოდვისთვის. და უფრო შორს თუ წავალ ძვირფასებო, მარადისობიდან მოდის ეს მადლი, რომელიც ყველა ადამიანის მხსნელია. ეს ნიშნავს ძვირფასებო, რომ ავტომატურად ყველა ადამიანი კი არ გადარჩება, ვინც მიიღებს რწმენით იესოს საკუთარ ბატონად და უფლად ღვთის მადლი, რომელიც წარსულში გაცხადდა ყველა ადამიანის გადასარჩენად, დაიწყებს მოქმედება შენ ცხოვრებაში. ამინ. მადლის გამოცხადება აწყოში ჩვენ როგორ გავიგოთ? აწყოში მადლი გვასწავლის ორ მთავარ რამეს. როგორც წავიკითხეთ უკვე ჩვენ, უარყოთ უღმერთოება და ამქვეყნიური გულისთქმანი. ამინ. რას ნიშნავს ეს ძვირფასებო? ეს არის მადლი წმინდა ცხოვრება დღეს ქვეყანაზე. აწყოში დღეს ღვთის მადლი გაცხადებულია იმისთვის, რომ წმინდა ცხოვრებით ვიცხოვროთ. და ორ რამეს გვასწავლის. უარყოთ უღმერთოება და ამქვეყნიური გულისთქმანი. და მეორე, როგორ უნდა ვიცხოვროთ. და წერია, როგორც უკვე წავიკითხეთ, გონივრულად სიმართლითა და ღვთისმოსაობით ვიცხოვროთ ამ წუთის სოფელში. ამინ. აწყოში მადლი ამას გვასწავლის. უარყავი უღმერთოება, უარყავი შენი ძველი ხასიათი, ძველი ბუნება და შენ დღეს ჩაეჭიდე, როგორც გვეუბნება, გონივრულად სიმართლით და ღვთისმოსაობით იცხოვრე. ამინ. გონიერი ცხოვრება საღიაზროვნებაა. სიმართლით ცხოვრება სამართლიანად და სიწმინდით და ღვთის სიტყვის მიხედვით ცხოვრება არის. მომავალში ღვთის მადლი პირდება ქრისტეს გამოცხადებას, ნეტარის ასოება. აქ არის ლაპარაკი ქრისტეს მოსვლაზე. ნეტარების იმედით მოველოდეთ ჩვენი დიადი ღვთისა და ჩვენი მაცხოვრის ქრისტე იესოს დიდების გამოჩენას. ამინ. ანუ მომავალში მადლი გველაპარაკება ქრისტეს გამოცხადების შესახებ. ქრისტე დაბრუნდება ქვეყანაზე. ამინ. ჰალელუია. გჯერათ ყველას? ქრისტე დაბრუნდება. აი ამ მოლოდინით ცხოვრობს დღეს ეკლესია. მარადიული პერსპექტივა ჩვენ გვეხმარება დღეს. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ასე მნიშვნელოვანია, მაგრამ იცით რა არის? აი ეს მარადიული პერსპექტივა, რომელზეც ვლაპარაკობ ჩვენ, გვეხმარება
რომ ამ დროს დღევანდელ დღეს სირთულეებს გავუმკლავდეთ. და ერთ მუხს კიდე მოვიშველიებ. იოანე ამბობდა, საყვარელნო, ეხლა ღვთისშვილები ვართ. ოღონდ ჯერ არ გამოჟღანებულა, რანი ვიქნებით. მაგრამ ვიცით, რომ როცა გამოჩნდება, მისი მსგავსნი ვიქნებით. ამენ. რადგან ვიხილავთ მას, როგორიც არის. გაიაზრეთ ღმერთისე, რომ მისი მსგავსები ვიქნებით, როცა გამოჩნდება. ყოველმა, ვისაც ეს იმედი აქვს მასში, ნახეთ? რატო ვამბობ, რომ მარადიული პერსპექტივა გვეხმარება დღეს სიზნელებს რომ გამოვკლავდეთ? იმიტომ რომ ყოველმა, ვისაც ეს იმედი აქვს მასში, განიწმინდოს თავი როგორც ის არის წმინდა. სხვა თარგმანი კიდე ამბობს, რომ წმენს თავის თავს როგორც ის არის წმინდა. ვისაც ეს იმედი აქვს, ვისაც ამ მომავლის იმედი აქვს და ვისაც ჯერა მის ცხოვრებაში არის ეს მომავლის იმედი ასახული დღეს და ამით უმკლავდება ყველა გამოწვევას დიდება უფალს ამისთვის. ასევე ამ ტექსტში ღრმა თეოლოგიური მნიშვნელობა აქვს კიდევ ერთ საკითხს. იესოზე წერია დიადი ღმერთის გამოჩენას. იესო არის აქ ღმერთად მოხსენებული, დიად ღმერთად ძვირფასება. დიდებული არის ჩვენი უფალი. და როგორც გამოცხადება ამბობს, პატარძალს იმ ქორწილის დღეს მიეცა მას, რომ ჩაეცვა ბრწყინვალე და სუფთა ბისონი, ვინაიდან ბისონი წმინდანთა სამართლიანობაა. ჰალელუია, ცოცხალ ღმერთს დიდება. იცით ამ მუხზე კომენტატორებს შორის არის ხოლმე სხვადასხვაობა. ერთნი ამბობენ, რომ ეს ბისონის თეთრი სამოსი წმინდანების სიმართლე და წმინდა ცხოვრებაა. მეორეებს ყველაფერი გადაჰყავთ მადლზე, რომ ეს დაუმსახურებელია, მაგრამ შემოძრფასებაა. წმინდანების საქმეები სახეზეა. ეს არ არის ის საქმეები, რომელზეც ვამბობთ ხოლმე ხსნა საქმეებით არ არისო. ეს რწმენის საქმეებია. ეს დამსახურებული საქმეებია, რომელიც ადამიანებმა როგორც რწმენის ნაყოფად წარმოაჩინეს. მაგრამ ერთის მხრივ შეიძლება დავინახოთ, რომ საპატარძლომ გამოიმუშავა თავისი გადარჩენა. იმიტომ რომ წერია საზლომ თავი გაიმზადაო. თავი გაიმზადა რას ნიშნავს? პატარძალი, რომელიც ქორწილისთვის ემზადება, ხო მზადებაში მონაწილეობას ღებულობს. ერთი მხრივ შეიძლება ვთქვათ, რომ გამოიმუშავა, მაგრამ მეორეს მხრივ წერია, რომ მიეცა ეს სამოსელი. მიეცა მას, ეს ღვთის მადლია და ღვთის წყალობა არის. დიდება ღმერთს ამისთვის. იმიტომ რომ ფილიპელთა 2:13-ში წერია, რადგან ღმერთი ბადებსო თქვენში სურვილსაც და მოქმედებასაც თავისი სათნოებისამებრ. მაგრამ იგივე ფილიპელთა 2:12 ლაპარაკობს, შიშითა და წრწოლით იღვაწეთ თქვენს გადასარჩენად. ბალანსი ძვირფასებო. მე-12 მუხში რო ეუნება შიშით და წრწოლით იღვაწეთ, მე-13 მუხში ეუნება სურვილსაც ღმერთი იძლევა. ეს ღმერთია დამოკიდებული საბოლოო ჯამში და მოდი ამისთვის მიუძღვნათ ღმერთს ქება, დიდება და თაყვანისცემა. ჩვენ მოცემული გვაქვს შემოზრფასება ღმერთისგან. თეთრი სამოსელი მან გაგვამართლა, მოგვიწოდებს წმინდა ცხოვრებისთვის და გავაგრძელოთ ამ მოლოდინით. გამოცხადება ამბობს, სული ამბობს, მოდი. საპატარძლო ამბობს, მოდი. და ყოველმა მოსმენმა გაიმეოროს, მოდი. რას ნიშნავს? სული, საპატარძლო და ყველა მოსმენმა. მოდი, ეს უნდა იყოს სურვილი. ჩვენი გულისა, ჰე უფალო იესო. მოდი. ცოცხალ ღმერთს დიდება. ქრისტეს ეკლესია როგორც საპატარძლო ცხოვრობთ ამ მოლოდინით. ამინ. მოდი მივაგოთ ღმერთს მქუხარი აპლოდისმენტები. და ყველამ ერთად თქვათ კიდევ დიდება ღმერთს. დიდება იესოს. დიდება სულიწმინდას. მოდი წამოვდგეთ ფეხს და შემოზრფასებო და ვილოცოთ ჩვენი ზეციერი მამის წინაშე, ცოცხალი და მარადიული ღმერთის წინაშე. მოდი როგორც ქრისტეს საპატარძლო მადლობა უთხრათ იესოს ყველაფრისთვის. მადლობა უთხრათ იესოს მისი მადლისთვის, მისი წყალობისთვის, ხსნისთვის, გადარჩენისთვის, რომ გაქვთ და ღირსი, რომ დღეს მის საპატარძლოდ ვიწოდებით. მაგრამ ამავე დროს მოდი ჩვენ საკუთარ პასუხისგებლობაზე ვთხოვოთ ღმერთს, რომ მოგცეს ძალა, ძვირფასება,
თავისი სულით ღმერთმა რომ ჩვენ აღვასრულოთ მისი ნება ამ ქვეყანაზე და სულიწმინდა აღძრას მოლოდინის გზნობა რომ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში უერთგულოთ ღმერთს და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიდგეთ მისი სახის წინაშე და მინდა გაგამხნევოთ და გითხრათ აი ამ ლოცვის დროს ახლა გჯეროდეს და გწამდეს თუ მართლა მთელი გულით დაინახე შენს გულში სთხოვე უფალს სულიწმინდა დღეს აქ არის ქრისტე აქ არის მან თქვა სადაც 2 და 3 ხართ ჩემი სახელის გულისთვის ქრისტე აქ არის და თუ არის დარბაზში ადამიანი რომელსაც სადღაც გულის კუნჭულში მე არ ვლაპარაკობ ახლა პირველად მოსულზე მე ვლაპარაკობ მორწმუნეზე შეიძლება გულის კუნჭულში სადღაც სინამდვილის გზნობის მაგვარი ნაპერწკალი აინთო მე არ ვიტყვი რომ სრული სურვილი გაქვს შენ მაგრამ აინთო იმიტომ რომ შენ ბავშვობიდანვე იცი ბავშვობიდანვე გესმის ბევრ რაღაცამ შენს თვალწინ გაიარა და ეხლა გულის კუნჭულში სინამდვილის გზნობა გაქვს უფრო მეტი შეიძლება ყოფილიყავი დღეს და სხვა მდგომარეობა მქონოდა იესო ქრისტეში დიახ შეიძლება ეს იყოს წუხილნარევი ასეთი ნოსტალგია იმ კარგი დღეებისადმი როცა ასე თუ ისე უფლისთან დასწრებას გრძნობდი მაგრამ დღეს გეუნება უფალი მისი ხელი არ დამოკლებულა ის კვლავ გელოდება და მას უნდა რომ განაახლო შენი ურთიერთობები შეიძლება შენ ხელი ჩაქნეული გაქვს უკვე შენს მომავალზეც შეიძლება პერსპექტივასაც ვეღარ ხედავ შენი მომავლისას მაგრამ უფალი ამბობს მე მოვაწყობ შენს მომავალს მე მოვაწყობ შენს მომავალს ჰალელუია ცოცხალო და ბარადიულო ღმერთო მიიღება დიდება და თაყვანისცემა შენ ახარ ჩვენი უფალი შენ ახარ ჩვენი ღმერთი უფალი ყოვლის ყრობელი ყოვლის შემძლე მადლობა უფალო რომ ამოგვირჩიე უფალო მადლობა რომ გვარგუნეს უდიდესი პატივი უფალო ღმერთო რომ ეკლესია დღეს იწოდება ყველაზე ახლობელად შენთვის შენ საპატარძლოდ რომლის რიცხვშიც ვარ ჩვენ უფალო მადლობა შენ იმ სიყვარულისთვის იესო რომელიც გამოავლინე რომელსაც ავლენ დღეს შენი სიტყვის საშუალებით იმ ზრუნველობისთვის რომელთაც ზრუნავ დღეს ჩვენზე მადლობა შენ იესო და გთხოვ ჩემო უფალო ჩემო ღმერთო გადმოყვარე შენი მადლი და წყალობა რომ ჩვენი წილი პასუხისგებლობა როგორც საპატარძლოზე პასუხისგებლობა მორჩილებისა და ერთგულებისა პასუხისგებლობა წმინდა ცხოვრებისა ეს ყველაფერი აღსრულდეს შენ სიყვარულში შენს მოშიშობაში და ჩვენ გვჯერა შენი სიტყვის რომ შენ აღძრავ ჩვენს გულებში შენი სულით და შენი მადლით სურვილსაც უფალო ღმერთო კეთილის გაკეთების სურვილს და ასევე ღმერთო შენ გვაძლევ ძალას რომ აღვასრულოთ ეს ყველაფერი შენ გვაძლევ თეთრ სამოსელს შენ გვაპატია ჩვენი ცოდვები და ჩაგვაცვის სიმართლის სამოსი და დაგვეხმარ რომ ჩვენ ცხოვრებაში ვლინდებოდეს რწმენის საქმეები სიწმინდის საქმეები რომელიც შენი სულით და შენი მადლით იქნება უფალო გაკეთებული და ჩვენ გვჯერა უფალო იმ ნათელი მომავლისა იმ ნეტარი იმედისა რომ ერთ დროს უფალო შენ დაბრუნდები ქვეყანაზე უფალო იესო მოდი უფალო და მანამდე განამზადე შენი სული ჩვენი გულები ჩვენი არსება რომ შენ გაქვთ გადიდოთ გიერთგულოთ შენი საქმენი ვაკეთოთ ამ ქვეყანაზე მამაო და ვიყოთ ისეთი საპატარძლო როგორიც შენ გინდა რომ ვიყოთ მიიღე შენ ქება დიდება ჩვენო ერთადერთო მარადიულო ღმერთო წმინდაო სამებაო მამაო ძეოსულო წმინდაო ამინ მოდი მივაღოთ ვერსქება იდების ხარბლე